მშვიდობისა მოგესალმებით. დღეს 26 თებერვალია, ზუსტად დღის ნახევარი და დილის ტალღა თქვენთვის იწყებს მუშაობას. ჩვენ ამ გადაცემის გამოყენები ვართ ანაშა მილაძე და დემეტრე ზოიძე. დილა მშვიდობისა, ანა მივესალმებით. დილის ტალღის ერთგულ მაყურებელს, მოკლედ, როგორც ანა მარღიშნა, თქვენ უყურებთ გადაცემა დილის ტალღას და წინ მომდევნო 2 საათის განმავლობაში საინტერესო გადაცემა მოგინდათ. თუ რას ნახავთ დღევანდელ გადაცემაში, ამას ანონსის მეშვეობით გაიგებთ. ანონსი ჩვენს ეთერში. აკაკი შანიძე 1887 წლის 26 თებერვალს დაიბადა. მისი 100 წლიანი სიცოცხლის განმავლობაში ის გახლდათ ენათმეცნიერი, დიალექტოლოგი, ფილოლოგი, ლექსიკოლოგი, საქართველოს ენათმეცნიერებათა აკადემიის თანადამფუძნებელი და აკადემიკოსი და არაერთი ჯილდოს მფლობელი. ალბათ ყველას მოგეპოვებათ საიზოლაციო შესანახი ჭურჭელი, რომელიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში უზრუნველყოფს სასმელის ტემპერატურის შენარჩუნებას. თერმოსი განსაკუთრებით აქტუალურია ზამთრის ცივსა და სუსხიან ამინდში. ცხელი ჩაისა თუ კაკაოს მისართმევად. 26 თებერვალი კი სწორედ თერმოსის დღეა. ეს და სხვა საინტერესო ამბები რუბრიკაში ამ დღეს. თოვლიანი სეზონის ეკიპირება რჩევები რუბრიკაში მოდა ყველასთვის. ტასმანიის სანაპიროზე ზღვამ 150-ზე მეტი დელფინი გამორიყა. რას ეძახიან დელფინის ამ სახეობას, დეტალები რუბრიკაში ვებსიახლეები. მოამზადეთ ყველის მაფინები ქეთასთან ერთად და მიირთვით გემრიელად. გადაცემის მეორე ნაწილში გაიგეთ როდემდე გასტანს თოვა საქართველოს ტერიტორიაზე. ამინდის პროგნოზი კობა ფარტენაძისგან. სპორტული ამბები ჯიჯისგან გელოდებათ. კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული კატასტროფების რისკები და მათი შემცირების გზები. გაბრიელა კვაჭანტირაძის სიუჟეტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ორგანიზებული სემინარიდან. თოვლიანი მშვენიერი პეიზაჟების პარალელურად გაუსაძლისი სტიქია მძვინვარებს გურიაში. მოხალისე ჯგუფები მთელი საქართველოს მასშტაბით ერთიანდებიან. ჩართვა სტიქიის ზონიდან. ჩვენი ენა ქართული, რა შეცდომებს უშვებთ ყოველდღიურ საუბარში და როგორ ვაბინძურებთ ამით ქართულ ენას. სტუდიაში ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგთან ერთად დაუბრუნდებით. გადაცემის მესამე ნაწილში, როცა გონება მშვიდდება და სხეული თავისუფლდება, იოგა უბრალოდ ვარჯიში აღარ არის. ის ცხოვრების ფილოსოფიად იქცევა. როგორ მოქმედებს იოგა სხეულზე და გონებაზე, როგორ ცვლის ის ადამიანის შინაგან სამყაროს. გაიგეთ მეტი ჩვენს სიუჟეტში. და ბოლოს სტუმართან ერთად ვისაუბრებთ მანიფესტაციის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ტექნიკაზე, ასკეზაზე, რომლის საშუალებითაც ადამიანი დაბალი სიხშირის ენერგიას მატერიალურ სურვილში გარდაქმნის. უყურეთ დილის ტალღას ყოველ სამუშაო დღეს, 8 საათსა და 30 წუთზე. როგორც ნახეთ, საკმაოდ საინტერესო გადაცემა გველოდება, ასე რომ დაარჩით ჩვენთან ერთად გადაცემის ბოლომდე და არსად არ გადართოთ. თუმცა აუცილებელია მანამ გავიგოთ, როგორი ამინდი გვაქვს დღეს და როდემდე გაგრძელდება ეს ამინდი, რაც უკვე მე რამდენი დღეა სრულად საქართველოში გვაქვს, ნახოთ ამინდის პროგნოზი. დღეს ბათუმში +2 გრადუსის სითბოა, დღის მაქსიმალური ტემპერატურა და კვლავ შენარჩუნდება ნალექი. ხობულეთშიც +2, ქედაში 0 გრადუსი, შუახევში -2 გრადუსამდე დაეცემა ჰაერის ტემპერატურა, ხულოში -3, გოდერძის უღელტეხილზე -7 გრადუსამდე დაეცემა ჰაერის ტემპერატურა. ოზურგეთში +2, ურეკში +4, ლანჩხუთში 3 გრადუსი სითბო, ჩოხატაურში +2, ხოლო ბახმაროში -6 გრადუსია ნავარაუდები. ფოთში 4 გრადუსი სითბო, ანაკლია 6 გრადუსი, სოხუმი 3, ზუგდიდში 3 გრადუსი სითბოა მაქსიმალური ტემპერატურა. კოპიტნარსა და ქუთაისში +3 გრადუსია დაფიქსირებული, ხოლო საირმეში -4 გრადუსია ნავარაუდები. მესტიაში -5 გრადუსამდე დაეცემა ჰაერის ტემპერატურა, ბორჯომში -2, ბაკურიანში -6, აბასთუმანში -4 გრადუსი იქნება დღის მინიმალური ტემპერატურა. ახალციხე -2, გორი -1, ცხინვალი -2, ხოლო თელავში 0 გრადუსი სითბოა ნავარაუდები.
რაც შეეხება დედაქალაქს, +1 გრადუსი სითბო იქნება თბილისში დღის ტემპერატურა და როგორც კადრში ვხედავთ, ნალექი კვლავ შენარჩუნებულია და ჩვენი ქალაქის პანორამულ ხედსაც ვხედავთ ახლა. კვლავ თოვს ჩვენს ქალაქში. კვლავ თოვს ჩვენს ქალაქში და შესაბამისად სწორად უნდა შევიმოსოთ, რომ გამოვიდეთ გარეთ, სეზონური გაცივებისგან ავირიდოთ თავით, ვიყოთ თბილად, აუცილებლად უნდა ვიქონიოთ საწუნებიც, რადგან თოვლთან ერთად წვიმასაც ურევს უკვე და მომდენო დღეებში როგორც წინასწარ გადავხედე, იქნება წვიმები. და შესაბამისად უნდა შევიმოსოთ ამ თოვლის საფარს. და შესაბამისად უნდა შევიმოსოთ სწორედ. ჩვენი კოლეგა ყოველ 4 შაბათს დღეს ამზადებს საინტერესო რუბრიკას მოდა ყველასთვის და შესაბამისად ამ თემას შეეხო დღევანდელ ეპიზოდში. ზამთარში როგორ გამოვიყურებოდეთ მოდურად და თბილად. ამ თემაზე ისაუბრებს ჩვენი კოლეგა გაბრიელა კვაჭანტირაძე რუბრიკის მეშვეობით. ნახოთ რუბრიკა ყველასთვის. რუბრიკა მოდა ყველასთვის დღევანდელ ეპიზოდში სწორედ ზამთრის მოდის სამზადისის გამარტივებისთვის იზრუნებს. აუცილებლად უნდა დარჩეთ ჩვენთან და მოისმინოთ, როგორ ავარჩიოთ სათხილამურო სამოსი სწრაფად, მოხდენილად, მოხერხებულად და რა თქმა უნდა ბიუჯეტურად. თუმცა იქამდე თვალი გადავავალოთ სოფლიოში სახელგანთქმული ადამიანების ფოტოებს, სელებრიტებს, ვისი სტილიც ხშირად ჩვენი ლუქების ინსპირაცია ხდება. ნახოთ, როგორ ახერხებენ ისინი თბილი სამოსის მოხდენას. როგორ ჩავიცვათ სწორად საფრთხე სათხილამურო კურორტზე. ტანსაცმელი დაყავით ფენებად, თერმოტანსაცმელი, ქარგაუმტარი ტანსაცმელი და ფლისი. ტანსაცმლის ფენები შესაძლებელია იყოს 2, 3 ან 4. ყველაფერი დამოკიდებულია თქვენს გამძლეობაზე სიცივის მიმართ და ასევე იმ აქტივობაზე, რითაც აპირებთ რომ დაკავდეთ. უნდა ისრიალოთ თუ იჯდებით უბრალოდ ჩვიდად. თერმოტანსაცმელი მზადდება სპეციალური ტექნოლოგიებით. მისი დანიშნულებაა ორგანიზმიდან გამოიტანოს ზედმეტი ტენი და შეინარჩუნოს მაქსიმალური სითბო. ამიტომ თუ თქვენ არ გსურთ რომ ისრიალოთ სველი ტანსაცმლით, არავითარ შემთხვევაში არ შეიცვალთ ბამბის ქსოვილი და მაქსიმალურად სწორად შეარჩიეთ ტანსაცმლის ფენები. არსებობს სქელი ფლისი, მიკროფლისი და რბილი მსუბუქი ფლისი, თუმცა ყველა მათგანის დანიშნულება ერთია: სხეულის სითბოს შენარჩუნება და თერმოიზოლაცია. სასრიალოდ არც შალის სამოსი გამოდგება. ყოველთვის უმჯობესია შევიძინოთ სპეციალური პროფესიონალური სათხილამურო ბრენდების ქურთუკები, რადგან ამ შემთხვევაში გათვალისწინებულია არა მხოლოდ ჩვენი სითბო და ჯანმრთელობა, არამედ ჰაერის ვენტილაცია, კომფორტი და ყველა ის დეტალი, რაც მნიშვნელოვანია კომფორტული სრიალისთვის. ამგვარი ბრენდები ხშირად მეორადი სამოსის მაღაზიებში გვხვდება საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასად. ზამთრის კურორტების უმეტესობა მდებარეობს მაღალ მთებში, რაც ნიშნავს იმას, რომ ჰაერი ნაკლებად ფილტრავს ულტრაისფერ სხივებს. ასევე თოვლი ირეკლავს მზის სინათლეს, რაც ნიშნავს იმას, რომ დიდი ხნის განმავლობაში შესაძლებელია ჩვენი მხედველობა მნიშვნელოვნად დაზიანდეს. ასევე სრიალისას ქარის და თოვლის ნაწილაკები თვალებს გვიცრემლიანებს და იქმნება დისკომფორტი. სწორედ ამ მიზეზების გამო მნიშვნელოვანია ზამთრის კურორტებზე წამოსვლისას სწორად შევარჩიოთ მხედველობის სათვალები. ამისთვის კი მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ რამდენიმე აუცილებელი დეტალი. სამი ყველაზე მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელი დეტალებია: ლინზების ფორმა, სავენტილაციო ჭრილები და ვენტილატორები. სათხილამურო თუ სნოუბორდის სათვალის მთავარი ფუნქცია გაფილტროს მზის სხივები. მზიან და უღრუბლო ამინდში კარგია შავი, რუხი ან მოყავისფრო ფერის ლინზები. მოღრუბლულ ამინდში და ნისლის დროს, როცა გარემო არც ისე ნათელია, ჯობს ყვითელი, მოწითალო, მწვანე ან მოვარდისფრო ფერის ლინზები. ღამის სრიალისთვის გამჭვირვალე ფერის ლინზები გამოიყენება. მიაქციეთ ყურადღება. სჯობს ისეთი სათვალის ყიდვა, რომელსაც მოყვება მეორე ლინზაც. მუქი მზიანი ამინდისთვის და გამჭვირვალე ნისლისთვის და ღამის სრიალისთვის.
ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მალე ჩვენს ქვეყანაში დადგება ის დრო, როდესაც წელიწადის არც ერთი სეზონის, არც ერთ კურორტზე დასვენება არავისთვის ფუფუნების საგანი არ იქნება და ყველა შეძლებს წელიწადში რამდენიმე დღე ღირსეულ დასვენებას დაუთმოს. მადლობა გაბრიელა. ჩვენ კი ვაგრძელებთ გადაცემას და მომდევნო რუბრიკის დრო მოვიდა ჩვენს ეთერში. ახლა კი უნდა ვნახოთ 26 თებერვლის ვალუტის ოფიციალური კურსი. 26 თებერვლის ვალუტის ოფიციალური კურსი ასეთია. მოიმატა დოლარის ფასმა. 1 ამერიკული დოლარი 2 ლარი და 91 თეთრია. 26 თებერვალს 1 ევროს 2 ლარად და 94 თეთრად შეიძენთ. დღევანდელი მონაცემებით ბრიტანული გირვანქა სტერლინგი 3 ლარი და 55 თეთრი ეღერება, ხოლო თურქული ლირა 7 თეთრი. დაიკლო ბიტკოინის ფასმა. 1 ბიტკოინის ღირებულება 257.455 ლარს შეადგენს. 1 ეთერიუმს 7013 ლარად შეიძენთ. 1 BNB კი 1713 ლარი ეღირება. და მოვიდა შემდეგი რუბრიკის ჯერი 26 თებერვალს თუ რა მნიშვნელოვან ფაქტებს უკავშირდება აი ამ თარიღს დღევანდელი დღე ამ ყველაფერს უკვე დემეტრე გვეტყვის. ენათმეცნიერი, დიალექტოლოგი, ფილოლოგი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის თანადამფუძნებელი და აკადემიკოსი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი. საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე აკაკი შანიძე 1887 წლის 26 თებერვალს დაიბადა. მისი ნაშრომები ეხება ქართველური ენების სტრუქტურისა და ისტორიის, ქართული დიალექტოლოგიის, ლექსიკოლოგიის, ტექნოლოგიისა და ქართული სალიტერატურო ენის ნორმალიზაციის პრობლემატიკას. ენათმეცნიერებაში შეტანილი უდიდესი ღვაწლის გარდა დიდია მისი როლი ვეფხისტყაოსნის ტექსტის მეცნიერულად დადგენის საქმეში. მისი ქალიშვილი მეცნიერი მზექალა შანიძე იგონებს, რომ მამამის სიცოცხლის ბოლომდე შერჩენოდა სიახლის ხსნობა. ენათმეცნიერი როგორღაც ახერხებდა და საქართველოში გამოცემულ სამეცნიერო შრომათგან წაუკითხავს არც ერთს რჩებოდა. აკაკი შანიძე 101 წლის ასაკში 1967 წლის 29 მარტს გარდაიცვალა. მომდევნო დღის ამბით. გამორჩეული ღრმა ბარიტონით და ტენისური სიმხურვალით ჯეი არკეში იგივე ჯონი კეში 1922 წლის 26 თებერვალს დაიბადა. კეშს country მუსიკის ჯილდო, გრემი და სხვა მრავალი პრემია აქვს მიღებული კატეგორიებში, რომლებიც მოიცავს ვოკალს, ალბომის ჩანაწერებსა და ვიდეოკლიპებს. კეშის country მუსიკის განსახიერება გახდა, თუმცა მის მიერ ჩაწერილი ზოგიერთი სიმღერა მოიაზრება როგორც როკ-ენ-როლი, ბლუზი, ფოლკი, გოსპელი და სხვა. ჯონი კეშს 90 მილიონზე მეტი ალბომი აქვს გაყიდული და მუსიკის ისტორიაში მნიშვნელოვანი ფიგურაა. მძიმე პირადი ცხოვრება და რელიგიურობა კეშის მუსიკის მოტივი იყო. 1970-იანი წლებისთვის ჯონი კეშს უკვე შაოსანი მამაკაცის იმიჯი ჰქონდა მორგებული, ესე ვთქვათ, ამ პერიოდში იგი საზოგადოებაში შავებში გამოწყობილი ჩნდებოდა. ამგვარი ჩაცმულობა კი მკვეთრად განსხვავდებოდა country შემსრულებლების სტილისგან. ჯონი კეშმა პირველი ბენდი ჯარში მსახურობის დროს დაარსა. ჯარში მსახურების დასრულებისას, ესე ვთქვათ, ბაზაზე ვივიან ლობერტო გაიცნო, რომელიც ქორწილით დაგვირგვინდა. ვივიენთან არტისტს 3 შვილი ყავდა, მაგრამ გამუდმებულმა ტურებმა და ნარკოტიკებზე დამოკიდებულებამ მათი ოჯახი დაანგრია. ვივიენი და ჯონი 1966 წელს განქორწინდნენ. მოგვიანებით 1968 წელს კი ერთ-ერთ ტურნეზე ჯონ კარტერი გაიცნო, რომელიც ასევე ქორწინით დასრულდა და სიცოცხლის ბოლომდე უყვარდათ მათ ერთმანეთი. 2003 წლის 22 სექტემბერს მეუღლის გარდაცვალებიდან 4 თვეში ჯონი კეში 71 წლის ასაკში გარდაიცვალა დიაბეტის გართულების გამო.
და ვაგრძელებ მომდევნო ამბით. მოგეხსენებათ, თერმოსი განსაკუთრებით აქტუალურია ზამთარში, ზამთარის ცივ დღეებში და შესაბამისად დღეს თერმოსის დაარსების დღეა. ეხლავე გეტყვით, თერმოსი 26 თებერვალი კი სწორედ თერმოსის დღეა, როგორც აღვნიშნეთ, თერმოსის ისტორია იწყება მე-19 საუკუნეში. მისი გამოგონება ეკუთვნის შოტლანდიელ ფიზიკოს ჯეიმს დიუარს, რომელმაც პირველი ვაკუუმური ჭურჭელი 1892 წელს შექმნა. თავდაპირველად ეს გამოგონება გამოიყენებოდა ლაბორატორიული კვლევებში, თუმცა მალევე გახდა პოპულარული როგორც ყოველდღიური მოხმარების პროდუქტი. დიუარმა უარი თქვა თავის გამოგონების დაპატენტებაზე, ესე ვთქვათ, ეს საშუალება აძლევდა სხვებს შემუშავებინათ კოლბა ახალი მასალების გამოყენებით, როგორიცაა მინა და ალუმინი. მოგვიანებით კი გერმანელმა მწარმოებლებმა, რომლებმაც აღმოაჩინეს პროდუქტის კომერციული გამოყენება და არქვეს მას თერმოსი და შემდგომში მოითხოვეს უფლება კომერციულ პროდუქტზე. თანამედროვე ცხოვრებაში კი ერთ-ერთი ყველაზე პრაქტიკული და საჭირო ატრიბუტია დამეთანხმებით. ის საშუალებას გვაძლევს ცხელ და ცივ სასმელებს შეუნარჩუნოთ საწყისი ტემპერატურა ხანგრძლივი დროის განმავლობაში. ეს პატარა მოწყობილობა, ესე ვთქვათ, გამოიყენება ყველგან, ოფისში, მოგზაურობისას, პიკნიკზე ან უბრალოდ ყოველდღიურობაში. ამიტომ შესანიშნავია დღევანდელ დღესაც თერმოსის გამოყენება. ან შენ რამდენად იყენებ თერმოსს? არ ვიყენებ სიმართლედ. არც მე. მაგრამ ნამდვილად პრაქტიკულია. თან ცივ ამინდებში შესანიშნავია თბილი ყავის ან ჩაის მირთმევა. კი ბატონო, შესაძლოა. სწორედ რომ ასეთი იყო დღევანდელი მნიშვნელოვანი თარიღები 26 თებერვლის. მნიშვნელოვანი ფაქტები. კი ბატონო და ნახოთ ახლა რა ხდება ინტერნეტ სივრცეში და რომელია ყველაზე აქტუალური თემები ავსკროლოთ ვებსიახლეები დილის ტალღაში. დუბაიში მსოფლიოში მეორე ყველაზე მაღალი ბურჯ აზიზის ცნობილი 131 სართულიანი ცათამბჯენის გაყიდვები დაიწყო. 7 ვარსკვლავიანი კომპლექსის პრეზენტაცია კოკა-კოლა არენაზე გაიმართა, საღამო კი მუსიკალურად ჯენიფერ ლოპესმა გააფორმა. ჯეილო აუდიტორიის წინაშე მისთვის დამახასიათებელი გლამურული ლუქებითა და ენერგიული ქორეოგრაფიით წარსდგა. მან თავისი შემოქმედების გამორჩეული ჰიტები შეასრულა ქორეოგრაფიული ჯგუფის თანხლებით, რომელმაც ჩვეული შოუს ელემენტებით გააფორმა ჯეილოს კონცერტი. არტისტის მომხიბვლელი და შთამბეჭდავი საცეკვაო მოძრაობების მიუხედავად, მაყურებელთა დიდი ნაწილი მისი ნამღერით იმედგაცრუებული და უკმაყოფილო დარჩა. რა თანხა მიიღო ჯეილომ ამ სპეციალურ პერფორმანსში, უცნობია. თუმცა ცნობილია ის, რომ ბურჯ აზიზი 725 მეტრის სიმაღლისა, ის სასტუმროს აპარტამენტებს, პენტჰაუზებს, ღამის კლუბებს, რესტორნებს, დასასვენებელ სახლებსა და უნიკალურ ვერტიკალურ სავაჭრო ცენტრს მოიცავს. 830 ფუტი სიმაღლის მეზობელ ცათამბჯენ ბურჯ ხალიფას შემდეგ ბურჯ აზიზა, რომლის გახსნაც 2028 წელს იგეგმება, სიმაღლით მეორე შენობაა მსოფლიოში. გადავიდეთ შემდეგ თემაზე. ლონდონში ყოველწლიური ტრადიცია არ დაარღვიეს ლონდონელებმა და 200-მდე მოქალაქე კვლავაც გამოჩნდა ტრუსების ამარა მეტროებსა და ავტობუსებში. როგორც უკვე აღვნიშნე, ეს გახლავთ ყოველწლიური ტრადიცია მოგზაურობა მატარებლებში შარვლის გარეშე. მონაწილეების თქმით, ეს ტრადიცია რაიმე განსაკუთრებულ იდეას არ ატარებს. ეს არის უბრალოდ გართობის და გახალისების ერთ-ერთი ხერხი, სუსხიან და სევდიან ზამთარში. მსგავსი ტრადიცია და ამ გართობის მოყვარულები არსებობენ ბერლინშიც, პრაღაშიც, იერუსალიმშიც, ასევე ვარშავაში და კიდევ სხვა ქალაქებშიც. ასე რომ ზამთრის პერიოდში მოგზაურობის დროს თუ მეტროში ან მატარებელში უშარლო ადამიანთა ჯგუფი შეგხვდათ, ეს რომელიმე სექტის ან კონკრეტული იდეოლოგიის წარმომადგენლების აქტივობა არ გეგონოთ, ეს უბრალოდ გართობაა, რითაც ხალისი შეაქვთ თავიანთ ცხოვრებაში ამ ადამიანებს. გადავიდეთ შემდეგ თემაზე. ტასმანიის სანაპიროზე ზღვამ 150-ზე მეტი დელფინი გამორიყა. დელფინის ამ სახეობას ცრუმკვლელ ვეშაპს ეძახიან. მაშველების ძალისხმევის მიუხედავად ცხოველთა უმეტესობის გადარჩენა ვერ მოხერხდა. დარჩენილები კი იმდენად მძიმე მდგომარეობაში იყვნენ, რომ მათ ევთანაზია ჩაუტარდათ.
საზღვაო ძუძუმწოვრების ასეთი მასობრივი გამორიყვის მიზეზი კვლავ პასუხგაუცემელი ჩნდება, თუმცა ექსპერტები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა რეგიონის გეოგრაფიამ შეუწყო ხელი ამ ტრაგიკულ მოვლენას. მსგავსი ფაქტი კონკრეტულად ამ ტერიტორიაზე 50 წლის წინ მოხდა, თუმცა ამდენი წლის შემდეგ აღარ განმეორებულა. თუმცა ასევე აქვს ახსნა, რომ კონკრეტულად დელფინთა ამ ჯგუფს აქვთ მჭიდრო სოციალური კავშირები თავიანთ ჯგუფებში. როდესაც ჯგუფის ერთი წევრი ცდება გზას, ამან შეიძლება გამოიწვიოს მთელი გუნდის დაღუპვა. მეცნიერებმა არ იციან ასეთი მასობრივი გამორიყვის ზუსტი მიზეზები, მაგრამ ემხრობიან თეორიას, რომ დელფინები შეიძლება დაიკარგონ სანაპიროს რთულ გეოგრაფიულ პირობებში. ნაპირზე შერჩენილ დელფინებს 24-დან 48 საათის განმავლობაში შეეძლოთ სიცოცხლის შენარჩუნება, თუმცა მაშველებმა ვერ მიუსწრეს მათი დიდი ძალისხმევის მიუხედავად. სრუმკვლელი ვეშაპები ჯერ არ განიხილება გადაშენების პირას, მაგრამ ყველა დანაკარგი ყურადსაღებია პოპულაციისთვის. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ შემდგომი კვლევები ამგვარი ტრაგედიების თავიდან აცილებას ხელს შეუწყობს. ასეთ სამწუხარო ამბავია ერთი სიტყვით. მე ძალიან მიყვარს დელფინები და ყოველთვის გული მტკივარ, როდესაც ხედავ გარდაცვლილ და რაღაცა გამორიყულ დელფინებს. მოკლედ, გადავიდეთ შემდეგ თემაზე და დილა წარმოუდგენელია სამზარეულოს გარეშე, ბუნებრივია ჩვენი კოლეგა ქეთა თხილაიშვილი უნდა შემოგვერთეს ახლა თავისი გემრიელი კერძი. ნახოთ. გამარჯობა, მე ვარ ქეთა თხილაიშვილი და დღეს უნდა მოგიმზადოთ ყველის მაფინები. დიახ, შეიძლება ეს უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ არის საკმაოდ გავრცელებული ეს რეცეპტი ყველგან, ყოველ სოციალურ ქსელში, არის მარტივი და არის უგემრიელესი. დაგჭირდება ამისთვის საცხობი ფორმა მაფინებისთვის, დაგჭირდება 3 ცალი კვერცხი, კრახვალი, მდნარი ყველი და ძე. ასევე ბლენდერი, რომ ეს ყველაფერი ერთმანეთში კარგად დავაბლენდეროთ და გამოგვივიდეს პურის, ესე ვთქვათ, ცოლი. ჩავტეხოთ პირველ რიგში კვერცხი. სამი ცალი იქნება სრულიად საპილისი. აი ეს. ეხლა ჩავყაროთ 3 კოვზი კრახმალი. ეს არის კარტოფილის კრახმალი. მესამე კოვზიც ჩავყაროთ და საკმარისია. ეხლა ჩავასხათ რძე. აი ეს რძეც დავასხით ეხლა. მოთავსოთ შიგნით ყველი. ბევრი არაა საჭირო. იმდენი რაოდენობის, რომ გემოიგრძნობოდეს, ასე ვთქვათ. ესეც ასე, ეხლა დავაყუროთ ამასთან სახული, თავზე. აი ასე, ახლა ჩავთვალთ ბლენდერი და დავაბლენდეროთ კარგად. ესეც ასე. სად არის მასა? მოდით ახლა ავიღოთ ეს ღრმა კოვზი და გადავიტანოთ ფორმებში. მე მგონი მასა ცოტა თხელი გამოვიდა, მაგრამ მაინც ნახოთ რა გამოვა. ერთიც დავუჩა და ესეც ასე. ფორმები არის მზად, ეხლა ეს უნდა გადავიტანოთ ხუმელში 180 გრადუსზე 9 საათით.
მოკლედ გადასარევი გამოვიდა, სურნელი ძალიან კარგი აქვს, მაგრამ სითბოდან სიცივეში გამოტანამ შეუცვალა ფორმა და ცომი დაეცა. ასე მგონია, რომ ცოტა ხელი მომივიდა მას, ამიტომ შემდეგისთვის გავითვალისწინებ, რომ უფრო მეტი კრახმალი გავუკეთო და ნაკლები რძე. გამოდიგავ, ამოვიდა ფორმიდან. ძალიან მარტივად ამოვიდა ფორმებიდან. გავუხრიჭოთ, გავუხრიჭოთ. მე ძალიან ნახეთ საფაფუკი გამოვიდა და გონი ძალიან გემრიელი იქნება. კი, მადლობა. ქეთას ჩვენ კი უნდა გავაგრძელოთ გადაცემა და გავიგოთ თუ რა ხდება საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთ. პირდაპირ ეთერში სულხან წულუკიძე შემოგვიერთდება. სულხან, დილამშვიდობისა. მოგესალმები და მე ანა მევსალმები ჩვენს მაყურებელს ახალი ამბების დრო. სტიქიის გამო გურიაში საკოორდინაციო შტაბია შექმნილი, ვითარებას გვიანღამით პრემიერ-მინისტრის შტაბის ხდომაზე გაეცნო. ირაკლი კობახიძის განცხადებით ვითარება რთულია, თუმცა გეგმა არსებობს და პრობლემების გადაჭრაზე იმუშავებენ. მისი განცხადებით ტექნიკა არის სრულად მობილიზებული იმისთვის, რომ ვებრძოლოთ სტიქიის შედეგებს. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სამუშაოებში ჩართულია ინფრასტრუქტურის სამინისტრო, სამაშველო სამსახური და ჯარის ტექნიკა. სტიქიის ზონაში თავდაცვის ძალების ჩართვის შესახებ ბრძანება პრემიერმა გუშინ გასა. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მამათის, აკეთის, ჭანჭათის, ჩოჩხათის, ყრბაღელის, ორაგვის არჩეულის სოფლებში მოსახლეობას ელექტროენერგია არ მიეწოდება. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში უხმო-ნალექმა პრობლემები შექმნა, კერძოდ ნალექმა დააზიანა საცხოვრებელი სახლები და ხეები. სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა დახმარების მოლოდინშია. არის ძალიან ბევრი სამუშაო, ამისათვის ტექნიკა იქნება მობილიზებული, იმისათვის რომ მაქსიმალურად აღდგეს კავშირი კონკრეტულ სოფლებთან და ამაზე უკვე ამ მომენტიდან განახლდება აქტიური მუშაობა, ასევე დაგჭირდება მარაგების მობილიზება, როგორც მედიკამენტების ნაწილში, ასევე სურსათის ნაწილში, შეშლის ნაწილში გათბობისთვის და ამასთან დაკავშირებითაც ვიმუშავებთ კონკრეტული გეგმით. მთლიანობაში გეგმა არსებობს, ვითარება რთულია, გამოწვევა არის ძალიან ბევრი, თუმცა ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ მაქსიმალურად ვიმუშაოთ ყველა პრობლემის გადაჭრას. თითოეულობამ პრობლემების შექმნება, თუმცა ხანგრძლივი თოვის შედეგად გართულებულია გადაადგილება გზებზე, დაზიანდა სახლის სახურავები. აბონენტების ნაწილს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება. დაზიანდა სასმელი წყლის ცენტრალური მილი, თუმცა აღდგენითი სამუშაოები უკვე დასრულებულია და ყველა აბონენტს ეტაპობრივად მიეწოდება წყალი. ბათუმის მერიის ინფორმაციით, გზების გაწმენდის სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. სამუშაოებში ჩართულია როგორც მუნიციპალური, ასევე დააქირავებული სპეცტექნიკა. მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურად მიმდინარეობდა თოვლის საფარისაგან გზების გაწმენდითი სამუშაოები, ჩართული არის მასშტაბურად როგორც მუნიციპალური, ასევე დააქირავებული ტექნიკა. მნიშვნელოვანია, რომ ქალაქ ბათუმის მიმართულებით რამოდენიმე მისამართზე, როგორც სახურავების ნაწილში, ასევე საშიშროების ნაწილში იყო დაზიანების შემთხვევები. ერთი ოჯახი არის გაყვანილი უსაფრთხო ადგილზე, დანარჩენ ოჯახებთან მიმართებაში და ბირთვის საკუთრებთან თანხმადობის სახურებთან მიმართებაში მუნიციპალიტეტი მიიღებს აღდგენის გადაწყვეტილებას და მიღებულია უკვე გადაწყვეტილება. მნიშვნელოვანია, რომ წყალმომარაგების ნაწილში ჰქონდა შეზღუდვა, რომელიც გვიან ღამით აღდგა სრულებით და 20,000 აბონენტს უკვე მიეწოდება წყალი. ხვალიდან გაგრძელდება, რა თქმა უნდა, ის სამუშაოები, რომელიც გზის გაწმენდის სამუშაოებს ეხება. ამავდროულად შეზღუდული არის სწავლა და შეჩერებულია სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში, მუნიციპალურ ბაღებში, რომელიც 27 რიცხვში განახლდება. თითოეულობის გამოსახლები დაზიანდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დაზარალებული ოჯახები უსაფრთხო ადგილას არიან გადაყვანილი. მუნიციპალიტეტში 1000-ზე მეტი ოჯახი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ამ ეტაპზე გრძელდება მუნიციპალიტეტამდე მისასვლელი გზების გაწმენდა, გაუწმენდავია შიდა სასოფლო გზები. ისეთ ოჯახებს, სადაც სამედიცინო დახმარება სჭირდებათ, მაშველების ჯგუფი ეხმარება, მერიაში მოქმედებს ცხელი ხაზი. თითოეულობის შედეგად გამოწვეულ პრობლემებს ებრძვიან ხულოშიც, სადაც მუნიციპალიტეტის საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბია შექმნილი. ამ დროისთვისაც გაწმენდილია ადმინისტრაციულ ერთეულებთან მისასვლელი გზები, ასევე გაიწმინდა ყველა სტრატეგიული დანიშნულების ობიექტამდე მისასვლელი გზა. ელექტროენერგია მუნიციპალიტეტის ყველა აბონენტს მიეწოდება. შეტყობინებების საფუძველზე მოქალაქეებს გაეწიათ სხვადასხვა სახის დახმარება.
მობილიზებული ადამიანური რესურსი და შესაბამისი სპეცტექნიკა. დითვალების შედეგად იყო მცირედი შეფერხებები ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით, თუმცა პროჯორჯიის წარმომადგენლებისა და მერის შესაბამისი სამსახურების კოორდინირებული მუშაობით აღმოიფხვრა შესაბამისი პრობლემა და ამ ეტაპისთვის მიეწოდება მუნიციპალიტეტს ყველა აბონენტს ელექტროენერგია. რაც შეეხება სასმელი წყლის მიწოდებას, აგვისტოს დრაიმის სახის შეფერხება არ ქონია და უწყვეტ რეჟიმში გრაფიკის მიხედვით მიეწოდება დავეს მოსახლეობას. თითოეულობა ქედაში საჭირო საავტომობილო გზების დეპარტამენტი უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს თოვლის საფარისგან როგორც ადმინისტრაციულ ცენტრებთან მიმავალ, ასევე ბათუმი, ხულო, ახალციხის შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის გაწმენდას. მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში კვლავ გრძელდება თოვა სამუშაოებში, სრულადაა ჩართული დეპარტამენტის სპეცტექნიკა და ადამიანური რესურსი. რიკოთის უღელტეხილზე გვიან ღამით ზვავი ჩამოწვა, დაზიანდა 4 ავტომანქანა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ინფორმაცია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით რიკოთის მონაკვეთზე გზა გაათავისუფლეს და მოძრაობა ამ დროისთვის აღდგენილია. უამინდობის გამო საქართველოს რკინიგზა 26 თებერვალს რამდენიმე რეისს აფერხებს თბილისში გუშინ უკაცრავად ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის სურს პარასკევს ვაშინგტონში ჩავიდეს, ხელი მოაწეროს ძალიან დიდ გარიგებას, ინფორმაციას როიტერი ავრცელებს. კითხვაზე თუ რას მიიღებს უკრაინა წიაღისეულის შეთანხმების სანაცვლოდ, ტრამპმა უპასუხა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის უკვე უზრუნველყო 350 მილიარდი დოლარი უამრავი სამხედრო ტექნიკა და ბრძოლის გაგრძელების უფლება. შეგახსენებთ, რომ მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეერთებული შტატები და უკრაინა წიაღისეულის შესახებ შეთანხმების პროექტის პირობებზე შეთანხმდნენ. ეს იყო ჩემს ხელთ არსებული ბოლო ინფორმაცია მცირე ტექნიკური ხარვეზის გამო. ბოდიშ ვიხდით პირდაპირ ეთერში 10 საათზე დავბრუნდებით დროებით. მადლობა სულხან, ჩვენ კი შევახსენოთ მაყურებლებს, თქვენ უყურებთ გადაცემა დილის ალღა სტუდიაში მე დემე ზოიძე და ანა შამილაძე ვმუშაობთ. ნახოთ გადაცემის ანონსი და ძალიან მალე დაგიბრუნდებით, დარჩით ჩვენთან. გადაცემის მეორე ნაწილში გაიგეთ როდემდე გასტანს თოვა საქართველოს ტერიტორიაზე. ამინდის პროგნოზი კობა ფარტენაძისგან. სპორტული ამბები ჯიჯისგან გელოდებათ. კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული კატასტროფების რისკები და მათი შემცირების გზები. გაბრიელა კვაჭანტილაძის სიუჟეტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ორგანიზებული სემინარიდან. თოვლიანი მშვენიერი პეიზაჟების პარალელურად გაუსაძლისი სტიქია მძვინვარებს გურიაში. მოხალისე ჯგუფები მთელი საქართველოს მასშტაბით ერთიანდებიან. ჩართვა სტიქიის ზონიდან. ჩვენი ენა ქართული, რა შეცდომებს უშვებთ ყოველდღიურ საუბარში და როგორ ვაბინძურებთ ამით ქართულ ენას. სტუდიაში ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგთან ერთად დავბრუნდებით. გადაცემის მესამე ნაწილში, როცა გონება მშვიდდება და სხეული თავისუფლდება, იოგა უბრალოდ ვარჯიში აღარ არის. ის ცხოვრების ფილოსოფიად იქცევა. როგორ მოქმედებს იოგა სხეულზე და გონებაზე, როგორ ცვლის ის ადამიანის შინაგან სამყაროს. გაიგეთ მეტი ჩვენ სიუჟეტში. და ბოლოს სტუმართან ერთად ვისაუბრებთ მანიფესტაციის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ტექნიკაზე, ასკეზაზე, რომლის საშუალებითაც ადამიანი დაბალი სიხშირის ენერგიას მატერიალურ სურვილში გარდაქმნის. უყურე დილის ტალღას ყოველ სამუშაო დღეს, 8 საათსა და 30 წუთზე. ჩვენ დავბრუნდით ეთერში და მომდევნო სიუჟეტის დრო მოვიდა ჩვენს ეთერში კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული კატასტროფები. ამ თემაზე იმუშავა ჩვენმა კოლეგა გაბრიელა კვაჭანტირაძემ, რომელმაც მომზადა ამ თემაზე სიუჟეტი. ვნახოთ სიუჟეტი და მალე დავბრუნდით. სემინარზე იმყოფებოდა გაბრიელა და სწორედ ეს საინტერესო ინფორმაციით ჩამოიტანა მოკლედ სიუჟეტი, რომელსაც ახლა ვნახავთ ჩვენს ეთერში. ნახოთ. სიუჟეტია ჩვენს ეთერში, მაგრამ სანამ სიუჟეტი იქნება ნამდვილად, მიუხედავად იმისა, რომ ლამაზია თოვლი ერთი დღით და ორი დღით, ძალიან ბევრი პრობლემა შექმნა ქალაქში და არა მარტო ქალაქში. განსაკუთრებით მთავარი ეპიცენტრი დღეს გურია, იმიტომ რომ სტიქიის ზონა სწორედ გურიაშია და ძალიან ბევრი ადამიანი დარჩა
ელემენტარული პირობების გარეშე, ამიტომ მათთვის როგორც მაშველები, ასევე სხვადასხვა სამსახურები ადგილზე მუშაობენ და იმედი მაქვს, რომ ეს უხვი ნალექი, რომელიც საქართველოს თავს დაატყდა ბოლო რამდენიმე დღეა, ცოტაც და რაღაცნაირად საფარიც და ზოგადად წვიმაში გადაიზრდება, რაც შეამსუბუქებს მოკლედ იმ ყველაფერს, რაც ხდება. კი, ნამდვილად ჩვენ მეორე ბლოკში აუცილებლად ვისაუბრებთ ჩვენს კოლეგა გიორგი წეროძესთან ერთად ამ თემაზე, ხოლო ეხლა კი შეგვიძლია ვნახოთ, როგორც დაწყებისთანავე აღვნიშნეთ, გაბრიელა კვაჭანტირაძის სიუჟეტი. პროექტი კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში 2019 წლიდან მიმდინარეობს და 2026 წელს დასრულდება. პროექტის მთავარი დამფინანსებელი კლიმატის მწვანე ფონდი და საქართველოს მთავრობაა. ასევე შვეიცარიის და შვედეთის მთავრობები ახორციელებენ ფინანსურ მხარდაჭერას. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი არის, რამდენიმე წელია მიმდინარეობს და მსახურება სწორედ აი ამ კატასტროფების რისკების მართვის და რისკების შემცირების სისტემის გაუმჯობესება საქართველოში. რეალურად ამ პროექტმა მისცა შესაძლებლობა ქვეყანას, რომ ამ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მომხდარიყო ამ ახალი საფრთხეების რუკების დამუშავება ქვეყნისთვის, ახალი კვლევების ჩატარება, ასევე ტექნოლოგიური გადაიარაღება იმ სააგენტოების, რომლებიც ამ რისკის მართვის პროცესში არიან ჩართულები, ასევე ამ პროექტის ფარგლებში აქტიური მუშაობა იყო ამ ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან და თემებთან, იქ სადაც მაღალი არის რისკი, რომ რა ღონისძიებები უნდა განხორციელდეს, როგორ უნდა განხორციელდეს. ბუნებრივი საფრთხეების შეჩერება შეუძლებელია, თუმცა მისი მინიმუმამდე დაყვანა არის შესაძლებელი და ეს შესაძლებელია იმით, რომ დაუშვათ საფრთხე კატასტროფად არ გადაიქცეს, შესაძლებელი არის რისკების კვლევებით, შესაძლებელია ცნობიერების სასამაღლებელი აქტივობებით. გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ამ პროექტის ფარგლებში ერთ-ერთი განმახორციელებელი უწყებაა, რომელიც თავისი მანდატიდან გამომდინარე ცნობიერების ასამაღლებელი და გარემოს დაცვითი მიმართულებით მუშაობს. წელს კი პროექტი რამდენიმე ათეული მედიის წარმომადგენელთან ერთად თელავს ეწვია. ამ ყველაფერში მედიას განსაკუთრებული როლი აქვს ინფორმაციის გავრცელებას და აქ რა თქმა უნდა ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ მედიის როლი სანდო ინფორმაციის გავრცელების თვალსაზრისით შესაბამისად და მოსახლეობის თანადგომით. პირველ რიგში ეს პასუხისმგებლობა აქვს მთავრობას, თუმცა მთავრობასთან ერთად მოსახლეობას, რომ მოსახლეობა იყოს მზად იცოდეს პირველ რიგში რა ტიპის რისკები არის მათ გარშემო, შემდეგ იყოს მზად, რომ რეაგირება მოახდინოს საჭიროების შემთხვევაში ამ რისკებზე, მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პრევენციული ღონისძიებების განხორციელება. ჩვენ თუ ვატყობთ, რომ რაღაცა პროცესები გარემოში სახიფათოდ ვითარდება, ჩვენ შევძლოთ ჩვენ თვითონ კონკრეტული ღონისძიებების განხორციელება. 22-დან 24 თებერვლის ჩათვლით გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა გეოლოგებთან და გარემოს დაცვითი ცენტრის ექსპერტებთან ერთად რამდენიმე მნიშვნელოვანი ტრენინგი ჩაატარეს. სამწუხაროდ ეს პროცესები ჩქარა იცვლება და ისეთ დინამიკაში არის, რომ ჩვენ გვიჭირს დაწევა რეალურად, ჩვენ რაღაცას სწავლობთ, თუმცა პროცესები უფრო ღრმა ხდება და შესაბამისად ხშირად გვიჭირს ამაზე რეაგირება, სანამ კატასტროფა არ დადგება, მანამდე ჩვენ ვთვლით, რომ ეს არ არის პრიორიტეტული საკითხი, აი ამ რისკების მართვა და კატასტროფა როცა დადგება, მაშინ უკვე გვიანი არის. ამ საკითხზე საუბარი, ზუსტად აი ამის გააზრება არის ძალიან მნიშვნელოვანი და აქტუალური ჩვენი საზოგადოების და განსაკუთრებით მედიისთვის, რომ მოხდეს აი ამ საკითხებზე ადვოკატირება სხვადასხვა ტიპის კამერების განხორციელებით, რომლებიც დაკავშირებულია ცნობიერების ამაღლებასთან, დაკავშირებულია
გავრცელებასთან. ეს გახლავთ ერთკვირიანი ბანაკი ცენტრის ორგანიზებით მიყვავს მე-12 კლასის მოსწავლეები ქალაქ გარეთ კონკრეტულად ბაკურიანი გვაქვს აღებული ბაკურიანში მათი დღის წესრიგი არის საკმაოდ დატვირთული და მოიცავს ისეთ საკითხებს რომელიც კლიმატის ცვლილებას ბუნებრივ საფრთხეებს საგანგებო მდგომარეობას უკავშირდება პროექტის დასრულებამდე 1 წელი და რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა დარჩენილი. მასში ჩართული ორგანიზაციები და თავად ორგანიზატორები კი იმედოვნებენ, რომ იგი წარმატებული იქნება საქართველოსთვის და კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული რისკების მინიმუმამდე დაყვანას შევძლებთ. მადლობა გაბრიელას. ჩვენ კი ახლა ჩვენი კოლეგა კობა ფარტანაძე უნდა შემოგვერთეს და გვითხრას თუ როგორი ამინდი გვაქვს დღეს და როგორი ამინდი იქნება დღის განმავლობაში და მომდევნო დღეებში შენარჩუნდება თუ არა ნალექი. კობა დილამშვიდობისა კობა და გისმენთ. მოგესალმებით, მიესალმები ტელემაყურებელს. სავარაუდოდ დღეს უფრო მეტი მაყურებელი გვყავს ვიდრე სხვა დღეებში, ვინაიდან ძალიან ბევრი ადამიანი გარეთ საერთოდ ვერ გამოდის და სწორედ შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე ნამდვილად მართლები არიან. საქართველოში დღეს ისევ ნარჩუნდება ნალექიანი ამინდი, ისევ ინტენსიური ნალექი მოდის დასავლეთ საქართველოში, სანაპირო კურორტებზე თოვლ-ჭყაპია, ანუ 5 წუთიან წვიმას შემდეგ 1 საათიანი თოვლი ცვლის და მოკლედ ესეთი სველი თოვლის პირობებში განსაკუთრებით საშიშია ქუჩაში გადაადგილება, როგორც საფეხმავლო ბირიკებზე, ასევე ავტომობილის სავალ გზაზე. თქვენ ახლა ჩემთან ერთად ხედავთ თუ როგორი მაღალი თოვლის საფარია ისევ და ისევ ჩვენს ქალაქში, რომელიც ასევე არის სველი და განსაკუთრებულ სირთულეს უქმნის ავტომობილით მოსიარულეებს და მე მინდა ყველა მძღოლს ვთხოვო, რომ დიდი პრობლემების გამო გთხოვთ, გააკეთებთ იმას, რომ ჩარჩეთ რომელიმე ქუჩაზე და ჩახერყოთ გზა, განსაკუთრებით იმ ავტომობილებით, რომელიც აი ზუსტად ახლა ჩაგვივლის ესეთი დაბალი განსხვავება აქვს, ანუ პატარა განსხვავება მიწასა და თვითონ ავტომობილს შორის, როგორც შემიძლია ვთქვა და რაც შეეხება თვითონ პროგნოზს, თქვენ ჩემთან ერთად ახლა შეგიძლიათ თვალი გადაავლოთ ტემპერატურულ ფონს, თუ რა მაქსიმალური ტემპერატურაა საქართველოში დღეს, ვშიშობ რომ მაღალი არსად არ არის და ნამდვილად 0-თან ახლოსაა ყველგან, სანაპირო კურორტებზე იქნება დღეს 0-3 გრადუსი სითბო, დასავლეთის დაბლობზე +1, -1 და აღმოსავლეთის ბარში მოსალოდნელია დღეს მაქსიმალური ტემპერატურა ასევე 0-თან ახლოს +2 გრადუსი და რაც შეეხება უახლოესი დღეების პროგნოზს საქართველოში დღეს ღამით შენარჩუნდება ისევ ნალექიანი ამინდი, ისევ ნალექი მოსალოდნელია თოვლის სახით და ამოდროულად ინტენსიური თოვა არ არის გამორიცხული და სანაპირო კურორტებზე ასევე თოვლთან ერთად არის ინტენსიური დნობა თოვლის, ამიტომაც ძალიან დიდი წყალი დგას ჩვენს ქალაქში. ხედავთ ჩემთან ერთად ტემპერატურას სავარაუდოდ ეკრანზე და ღამის და დილის განმავლობაში ნარჩუნდება საქართველოში კიდევ ერთხელ ვიტყვი თოვლიანი ამინდი. განსაკუთრებით მაღალია და სტიქიის განვითარების მაღალი ალბათობა გურიის რეგიონში დაბალმთიან ზონაში, ამ შემთხვევაში მაღალ მთაში შედარებით უფრო წყნარი სიტუაცია გვაქვს, რადგან რეგიონებისთვის, ზამთრის კურორტებისთვის ეს არის დამახასიათებელი ამინდის პირობები, ხოლო ჩვენთან ნამდვილად არ არის ხშირი და ბოლო წლებში 2016 წლის შემდეგ 63 სანტიმეტრი თოვლი ბათუმში არ გქონია. შესაბამისად გთხოვთ გაითვალისწინოთ რეკომენდაციები. არიაროთ საფეხმავლო ბილიკების ქვეშ და რაც შეეხება იქ სადაც თოვლის სიმაღლე არის 2 მეტრზე უკაცრავად მაღალი, დაელოდეთ მაშველებს და იყავით მშვიდად. არაფერია სამუდამო, არც ეს თოვლი და ქარბუქი, თან როგორც უკვე ვთქვი, ხვალ დღისით ნალექი შეწყდება, მაგრამ დილამდე შენარჩუნდება ისევ თოვლიანი ამინდი ჩვენს ქვეყანაში. რა იქნება შემდეგ და უკვე ხვალ გამოდარებისთანავე დაიწყება ყინვა საქართველოში, -2 გრადუსია მოსალოდნელი ღამის განმავლობაში. ხვალ სანაპირო კურორტებზე ვეღარ ხვდები უკვე საით წავიდა, ვინაიდან ყველგან ისეთი რთული მოძრაობაა. სანაპირო კურორტებზე
-2 გრადუსი იქნება 27 თებერვლის ღამეს, ხოლო 28 თებერვალს საქართველოში უფრო მოიმატებს ყინვა, დღისით მართალია შედარებით დაგვითბება, მაგრამ ღამის განმავლობაში უფრო აგვიცივდება და ამ ყველაფერს ხელს შეუწყობს მყარი ანტიციკლონური მდგომარეობა, რომელიც ზოგადად ასეთი ციკლონის გადავლის შემდეგ ყალიბდება ქვეყანაში, რაც ღამის ტემპერატურის კლებას იწვევს და დღის ტემპერატურის მატებას შესაბამისად გაუფრთხილდით თავს ყინვის პირობებში, როდესაც ეს სველი თოვლი მოიყინება, უფრო სარისკო იქნება სიტუაცია. მე მინდა აქვე სოლიდარობა გამოვუცხადოთ ჩვენს დიდებულ მეტეოროლოგს თამარ პაპაშვილს, რომელიც გუშინ ცოტათი ნერვიულობდა და ამიტომაც თებერვალი ასეთი სტიქიური პროცესის დროს მეტეოროლოგი ყოველთვის დაძაბულია, ამიტომაც როგორც ახსენა დიდებულმა ქალბატონმა 30 თებერვალი როგორც მოვისმინე და მახსოვს, რასაც მოყვა შემდეგ რაღაცნაირი საზოგადოების მხრიდან, ალბათ მოდი უფრო ლამაზად ვიტყვი, ღიმბილი თამარი არის დიდებული მეტეოროლოგი და ჩვენ ძალიან განვიცდით მსგავსი სტიქიური პროცესის დროს თუნდაც პროგნოზის გამოცხადებას, ასე რომ ყველამ ჩვენ საქმეს მივხედოთ და თუ ერთი სიტყვა სადმე შეგვეშლება, ამისთვის ნუ დაგვჟით და ნუ შეიქმნება ქვეყანაში რაღაცნაირი სიტუაცია, როცა ადამიანი შეიძლება ძალიან ასე რომ ვთქვათ დავძაბოთ და ვაწყენინოთ. ასე რომ გაუფრთხილდეთ თავს, გაუფრთხილდეთ ერთმანეთს და ამ სიცივეში უფრო გავათფოთ ის ადამიანებიც, ვინც შეიძლება არ მოგწონდეს. დიდი მადლობა კობა. გემშვიდობებით ხვალამდე, მშვიდობიან დღეს გისურვებ. ჩვენ კი ვაგრძელებთ გადაცემას და მე მაყურებლებს მინდა რომ ვთხოვო, რომ თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, რომ აი ეს ცუგები, რომელიც ახლა კადრში დავინახეთ, ძალიან გაუსაძლის მდგომარეობაში არიან და გაუღოთ სადარბაზოების კარები, კაფე რესტორნები იქნება თუ მაღაზიები და შეუშვათ თუნდაც რაღაცა ამური სამი დღით ამ ცივ და სუსხიან დღეებში და რაღაცა ცოტათი საკვებიც მივაწოდოთ, იმიტომ რომ ძალიან ცუდ მდგომარეობაში არა, გული მიკვდება, მე რომ ხვდებიან გაყინულები და განადგურებულები, იმიტომ რომ ძაღლი, რა ვიცი, მე სულ ვამბობ ხოლმე, რომ ძაღლებიც და კატებიც რა თქმა უნდა, მაგრამ აი ძაღლი ვფიქრობ, რომ აი ყველაზე ადამიანზე უფრო ადამიანია. უსიყვარული თბილი. და ერთგული. ასე რომ ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს რაღაცნაირად გაუფრთხილდეთ, ჩვენ ბათუმელ ოთხფეხა მეგობრებს. კი ნამდვილად არ დავუკეთოთ სადარბაზოს კარები, ტემპერატურა ძალიან დაბალია, შესაბამისად ვთხოვთ აქედან კიდევ ერთხელ განმეორდები, რომ მოუვაროთ ჩვენს ძაღლებს და არა მარტო ბათუმში, ზოგადად მსოფლიოში, რადგან ძალიან ერთგულები არიან ის. ეხლა როგორც თავში აღნიშნეთ, ჩვენი კოლეგა გიორგი წეროძე სტიქიის ზონაში გურიაში იმყოფება, მთელი ღამის განმავლობაში მოხალისეები მოკლედ ცდილობდნენ, რომ დახმარებოდნენ იქაურ სხვადასხვა სოფლის წარმომადგენლებს და ნახოთ რა ხდება იქ, რა მდგომარეობაა და როგორ მუშაობენ სპეციალური სამსახურები იქნება თუ თავად მოხალისეები. გიორგი, დილამშვიდობისა გიორგი. გამარჯობა. მოგესალმებით. სად იყოფები, რომელ სოფელში გვიანბე ხა და რა სიტუაციაა? ჩვენ ახლა ამ წუთას ვართ სოფელ შრომაში, სადაც იყო ყველაზე კრიტიკული სიტუაცია ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში. სოფელი იყო მოწყვეტილი პრინციპში დანარჩენ ქვეყანას და იყო ჩახერგილი, თუმცა დილის 7 საათზე სოფლის ცენტრამდე მისასვლელი გზა გაიწმინდა, შესაბამისად ჩვენც მოვახერხეთ ამოსვლა მაღალი გამავლობის მანქანებით და ახლა ამ წუთას უკვე დავდივართ მოსახლეობაში, კარდაკარ, ასე ვთქვათ, სახლებში, ვეძებთ იმ ადამიანებს, ვინც არიან დარჩენილები სოფელში, რომ მივაწოდოთ საკვები, მედიკამენტები, ბავშვებისთვის აუცილებელი საკვები და მედიკამენტები, ჰიგიენური საშუალებები, დამტენის საშუალებები, ეგრეთ წოდებული power bank-ები და საწვავი. ესა ის რა არის, ასე ვთქვათ, ყიდვაც და წამოღებაც მოვახერხეთ ჩვენ ბათუმიდან, ახლა ვიმყოფებით ჩვენ მარიამ ჩხაიძის სახლში, რომელზეც რამდენიმე ჯგუფში აქტიურად წერდნენ, რომ ის იმყოფებოდა ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად მარტო და ბოლო დღეების განმავლობაში კომუნიკაცია არ ქონდა მეგობრებთან. მარიამი არის კარგად, მის შვილები არიან კარგად, უბრალოდ დაუჯდათ ტელეფონები, რადგან სოფელში არ იყო შუქი და ჩვენ ახლა აი ზუსტად რამდენიმე წუთის წინ უკვე ამოუტანეთ ყველა ის საჭირო
ინვენტარი და ასე ვთქვათ საკვები პროდუქტები, რომელიც შეიძლება მას დაჭირდეს, თუმცა შესაძლოა მარიამი და მისი მცირეწლოვანი შვილები ჩვენ გადმოვიყვანოთ ჩვენი ტრანსპორტით ბათუმში, რათა უფრო უსაფრთხო გარემოში იყონ. გარდა ამისა, აი ჩემს უკან ხედავთ კიდევ ერთ სახლს, სადაც ასევე მოხუცი მარტო ხელა ქალბატონი ცხოვრობს და შესაბამისად მასაც გადავეცით ის ყველა საჭირო პროდუქცია, რომელიც ჰქონდა გამოტანილი. ჩვენ რამდენიმე ჯგუფად ვართ გაყოფილები ამ ეტაპზე. ბათუმიდან წასული მოხალისეები, მეორე ჯგუფი იმყოფება კიდევ ერთ ოჯახში, რომელთანაც დაკავშირებას რამდენიმე დღეა ვერ ახერხებენ, ანუ მოახდინეთ ასე ვთქვათ კლასიფიკაცია იმ ადამიანების, ვისთანაც იყო კრიტიკულად მნიშვნელოვანი, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში მივსულიყავით. რაც შეეხება ზოგადად სოფელ შრომას, უკვე სოფლის ცენტრამდე მისასვლელი გზა არის გახსნილი და შესაბამისად უკვე იწყებს მუშაობა სხვადასხვა სამსახურებით. დენის მიწოდება თუ აღდგა, გიორგი? აი ამ სოფელში ჩვენ სადაც ხარ ახლა? სოფელ შრომაში ამ ეტაპზე დენის მიწოდება არა აღდგენილი დიდ ნაწილს ასე ვთქვათ დამჯდარი აქვს უბრალოდ მობილური ტელეფონები და სწორედ ამიტომ ვერ უკავშირდებიან მათ ახლობლები, თუმცა მაინც ყოველი შემთხვევისთვის მოხალისეები ასევე ადგილობრივებით სავარაუდოდ უკვე ახდენენ შემოვლას, რათა მოახდინონ ასე ვთქვათ იდენტიფიკაცია იმ ადამიანების, რომლებიც რამდენიმე დღის განმავლობაში კავშირზე არ ყოფილან გამოსულები, შესაბამისად მოხდება ასე ვთქვათ ყველა ოჯახის შესწავლა, რომელიც ამ სოფელში ცხოვრობს და ასე ვთქვათ მიწოდება ინფორმაციის საზოგადოებისთვის. ჩვენ ძალიან ბევრი სოფლიდან გვწერენ, თუმცა აი შენ ახლა ყველასთან გაქვს ალბათ სხვა მოხალისეთა ჯგუფებთან კომუნიკაცია და აი ყველაზე რთული სიტუაცია რომელ სოფელშია, გურიის რომელ ნაწილში? ამ დრომდე ერთ-ერთი ყველაზე რთული სიტუაცია იყო სოფელ შრომაში, გამომდინარე იქიდან, რომ სოფელი საკმაოდ დიდია და იყო მთლიანად მოწყვეტილი გარესამყაროს. გარდა ამისა, კრიტიკულად რთული ვითარებაა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში, მაგალითად საჭამიას სერზე, სადაც ასევე გარესამყაროს ამ დრომდე არიან მოწყვეტილი ადამიანები. კრიტიკული ვითარება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ აცანაში, სადაც ჩვენ როგორც გვითხრეს ბოლო ინფორმაციით ტრაქტორმა დაიწყო მუშაობა, რომ გზა გაიწმინდოს. ბოლომდეა ჩაკეტილი სოფელი მამათი და აი ახლაც ამ წუთებშიც სოფელი მამათიდან წერენ და თხოვენ, რომ რამენაირად მივიდეთ და დავეხმაროთ, იმიტომ რომ იქაც მცირეწლოვანი ბავშვები იმყოფებიან, ასევე მოხუცები იმყოფებიან. მოხუცები ამ ეტაპზე ამ სოფლიდანაც რამდენიმე მოხუცის ევაკუაცია დარჩება საჭირო, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი სახლი, სადაც ეს ადამიანები ცხოვრობდნენ, ჩამოინგრა, სახურავს გულისხმობ ამ შემთხვევაში თოვლის სიმძიმისგან ჩამოინგრა, მათ თავი შეაფარეს მეზობლის სახლს, თუმცა მეზობლის სახლიც სავალალო მდგომარეობაშია და შესაძლოა თუ ასე ვთქვათ მოხდება რა კოორდინირებული მუშაობა, ჩვენ მოვახდინოთ ან რომელიმე სახელმწიფო სამსახურმა მოახდინოს მათი ევაკუაცია. ჩვენ რა თქმა უნდა კავშირზე ვარ ყველა შესაბამის უწყებასთან, სამაშველო სამსახურთანაც, ადგილობრივ გამგეობებთანაც, სხვა მოხალისე ჯგუფებთანაც. ამიტომ ცოტა ექსტრემალურ ვითარებაში გვიწევს მუშაობა, ცოტა კრიტიკულ ვითარებაში გვიწევს მუშაობა, გამომდინარე იქიდან, რომ თოვლის საფარი არის ძალიან მაღალი და ჩვენ გვიწევს უკვე შიგნით ფეხით გადაადგილება, თუმცა გვაქვს შესაბამისი აღჭურვილობა, გვაქვს ეგრეთ წოდებული თხილამურები, რომლითაც თოვლზე გადავადგილდებით და ასე ვთქვათ მივდივართ ყველა სახლამდე, სადაც არის ამის აუცილებლობა. დიდი მადლობა გიორგი, მადლობა ამ ჩართვისთვის. მშვიდობიან დღეს გისურვებ და პრინციპში ძალიან დიდი იმედი მაქვს, როგორც კობამ აღნიშნა, ხვალ დღეს მეორე ნახევრიდან ნალექი უკვე შეწყდება და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად დასრულდება. გიორგი, მადლობა შეგემშვიდობებით. ჩვენ კი ვაგრძელებთ გადაცემას და დრო არის გადავიდეთ შემდეგ თემაზე. კი, შემდეგ თემაზე უნდა გადავიდეთ აუცილებლად და ჩვენს ეთერში სიუჟეტის დრო მოვიდა. თხოვნე ჩემს პროდიუსერს მითხრას თუ რა გვაქვს ეთერში ამჯერად ჯობია ისე დავიწყოთ და გითხარით თუ რა ხდება ჩვენ
ჩვენს ეთერში. აი, პირდაპირ ეთერში ეხლა ხან შემოწყობინეს, რომ ჩვენი კოლეგა მილანო ბალაძის რუბრიკის დრო მოვიდა, ბოტანიკო, რომელიც ყოველ ჯერზე გვეუბნება და გვასწავლის როგორ მოუღაროთ მცენარეებს საუბარით შეუძლიათ ეს მეცნიერებმა დაამტკიცეს, ამიტომ ხშირად უნდა ვესაუბროთ. ჩვენ მცენარეებთან მოვესიყვარულოთ მათ, რადგან არ დააჭკნეს და ჩვენთან ერთად ეცხოვრონ მთელი ცხოვრება. ვნახოთ მილანო ბალაძის სიუჟეტი დილის ტალღის ეთერში. ნახოთ. მოგესალმებით, ეს არის ჩემი რუბრიკა ბოტანიკო და დღეს ვისაუბრებ თემაზე, რომელი ყვავილები უნდა შევიტანოთ სახლში ზამთარში და რომელი უნდა დავტოვოთ აივანზე. დღევანდელი რუბრიკის სტუმარი გახლავთ ვენერა თურმანიძე, რომელიც აი ამ ყველაფრის შესახებ გვესაუბრება. მოგესალმებით, მოდით დავიწყოთ პირველ რიგში, რომელი მცენარეები უნდა შევიტანოთ ზამთარში სახლში და რატომ? ზამთარში უნდა შევიტანოთ ოთახის ტემპერატურაზე ყველა ის მცენარე, რომელიც 10 გრადუსზე დაბლა ვერ ძლებს გარეთ. ესენი არიან დრაცანა, ეუფორბია, კალათეა, დიფენბახია, სანსივიერა და პახირა. არის კიდე ძალიან ბევრი მცენარე, რომელიც აი უნდა შევიტანოთ. და როგორ უნდა მოვუაროთ ზამთრის პირობებში სახლში? საჭიროა შევქმნათ შესაბამისი პირობები. პირველი განათება, ტემპერატურა და მეორე მოწვის სწორი რეჟიმი. განათებაში თქვენ იმას გულისხმობთ, რომ ზოგიერთი მცენარე ვთქვათ ფანჯარასთან დავალაგოთ, ზოგიერთი ფანჯრისგან მოშორებით, იმიტომ რომ ამორიცხულია ყველაფერთან ფანჯარასთან. ხო, რა თქმა უნდა, თუ შესაბამისი განათება არ გვაქვს, სასურველია ხელოვნური განათება გავუკეთოთ. იმიტომ რომ სიბნელე ხშირად უპავს მცენარეს. რომელი მცენარები შეიძლება რომ გარეთ დავტოვოთ? გარეთ შეიძლება დავტოვოთ კაქტუსები. შეიძლება დავტოვოთ შეფლერა გარეთ. ოღონდ თუ ყინვა არ იქნება. ანუ -2 გრადუსი, 1 გრადუსი უკვე ამ ყვავილებისთვის დამღუპველია. აი ბალბის შემთხვევაში როგორ არის? ბალბის შემთხვევაშიც ყინვის დროს შეიძლება გადარჩეს, მაგრამ ძალიან იწვალოს. ყინვა ყველას უგებს. შეიძლება დავტოვოთ ვენერას თმა, რომელიც აი გაზაფხულზე თავიდან ამოიღეს. შეიძლება ზედა ნაწილი ჩახმეს, გაფუჭდეს, მაგრამ ბოლქვები აქვს და ეს ჟაუნა შეიძლება დავტოვოთ გარეთ, რომელიც ასევე გაზაფხულზე თავისი მრავალფეროვანი ფოთლებით გაგვახარებს. და ეზოს მცენარეებზე რას გვეტყვით? საბუტილიონი შედარებით ყინვა გამძლეა. არის საბუტილიონის სხვადასხვა ჯიში, რომელიც ყინვასაც უძლებს. არის ცოტა ნაკლებად უძლებს ყინვას. ეონიუმიც საკმაოდ გამძლეა სიცივისადმი. როგორც კი შევიტანთ მცენარეებს სახლში, როგორ ხდება მათი შეგუება, რამდენად მდგრადია ამ შემთხვევაში აი ეს ჩამოთვლილი მცენარეები? რა თქმა უნდა, სტრესს განიცდიან. ჩვენ მაქსიმალურად აი არ შეიძლება რომ უცებ სიცივიდან მაღალ ტემპერატურაზე შევიტანოთ, შუალედი უნდა განვსაზღვროთ, უჭირთ კი გარკვეული პერიოდის სტრესში არიან, მაგრამ შემდეგ აი ჩვენი დახმარებით და იმ პირობების ხელშეწყობით შეიძლება უკეთ იბრძნონ თავი. როდის უნდა შევიტანოთ მცენარეები სახლში? მცენარეები სახლში უნდა შევიტანოთ, როგორც კი ტემპერატურა იწყებს დაცემას. აი, ღამის ტემპერატურა მაგალითად 10 გრადუსია და 10 გრადუსზე ნაწილი მცენარეებისა უკვე უნდა იყოს. აი, დიფენბახია მაგალითად უკვე დავაგვიანე შეტანა და გაუჩნდა ფოთლებზე სიდამპლე. სითბოს მოყვარული მცენარეა და უკვე მიიღო ეს სტრესი. თუმცა რა თქმა უნდა გამოსწორებადია ამით კი. გამოსწორებადია რომ მოაჭრია ამ ფოთოლს და თავიდან თავარია ღერო არ იყოს გაფუჭებული. ასე რომ უკვე შეგვიძლია ჩვენი მცენარეები შევიტანოთ სახლში, რომ გაუძლოს აი ამ ტემპერატურას, რაც უკვე ზამთარში გვექნება. ძალიან დიდი მადლობა თქვენ საინტერესო რჩევებისთვის. გემშვიდობებით დროებით. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში, მადლობა მილანო ბალაძის, ჩვენ კი საინტერესო თემით ვაგრძელებთ გადაცემას.
ქართული ენა ერთ-ერთი უძველესია მსოფლიოში და მას საკუთარი ამბანი და დამწერლობა გააჩნია. ალბათ დამეთანხმებით, რომ ქართული ენის გრამატიკა ერთ-ერთი რთულია მსოფლიოში, რაც უდაოდ ენის სიმდიდრეზე მიუთითებს. მოკლედ, ყოველდღიურობაში ჩვენ ვუშვებთ ძალიან ბევრ შეცდომას. ხშირია ბარბარიზმებიც. თუმცა აქვე გასათვალისწინებელია, რომ ენა მუდმივად ვითარდება. შემოდის ახალი გრამატიკული ნორმები და ახალი სიტყვებიც, რაც გარდაუვალი პროცესია. ქართული ენის სასაუბრო ენაში ტიპური შეცდომებისა და სწავლების შესახებ სტუმართან ერთად ვისაუბრებთ რამდენიმე წამში. არ გადართოთ. დილის ტალღის სტუმარია ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი თამთა კვარაცხელია. დილამშვიდობისა ქალბატონო თამთა, მადლობა რომ ხართ დღევანდელი დილის ტალღის სტუმარი და მოკლედ შესავალში ვთქვი, გამოვიყენე სიტყვა ტიპური. ტიპური თუ ტიპიურია სწორი? მოდი აქედან დავიწყოთ. არა, იცით რა, ტიპურია სწორი, მაგრამ თქვენ რამდენიმე შეცდომა დაუშვით კიდევ და მოდით ამაზე ვისაუბროთ, იმიტომ რომ ასეთ შეცდომებს ყოველდღიურ ცხოვრებაში და ტელეეკრანიდან მით უმეტეს სამწუხაროდ ვუშვებთ. ეს იყო უდაოდ და აუცილებლად უნდა ვთქვათ უდავოდ და ქართულ ენას ანბანი გააჩნია. გააჩნია არა, ქართულ ენას ანბანი აქვს და ვიღაცა კაცს სინდისი საერთოდ არ გააჩნია. ხო, ეს გააჩნიას თუ ქონა ყოლების გაგებით გამოვიყენებთ, აუცილებლად გვინდა არ უარყოფითი ნაწილაკი. კი, აი, მოდი დავიწყოთ სულ თავიდან. ქართულ ენისა და ლიტერატურა ძალიან რთულია, ვახსენე, მრავალფეროვანია და ყველაზე მკვეთრად აი რა შეცდომებს უშვებთ, რაც ყურში გვხვდება. ყველაზე ხშირად ყოველდღიურად. სანუ თქვენთან მოვიდოდი, თვალი გადავავლე მედიას, ქართულ მედიას და გეტყვით, უბრალოდ გეცნობათ ალბათ ეს ფორმები. ნახეთ, 2 საათის მანძილზე. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება განმავლობაში, იმიტომ რომ დროს მანძილი არ აქვს მოგეხსენებათ. კრეატიული. შემოქმედებითი რა თქმა უნდა. რეზულტატი. რიმეიკი, ვიკენდი, ივენთი და ყველაზე მთავარი ესეთი ფრაზები. შედგა შეხვედრა, შეხვედრა არ შედგება. შეხვედრა გაიმართა. თქვათ და დმის წამდაუწმ გამოყენება. მოხუცისადმი პატივისცემა, სამშობლოსადმი სიყვარული. ეს არ არის მართებული ფორმები. უნდა გამოვიყენოთ ნათესაობითი ბრუნვის ფორმები. მოხუცის პატივისცემა, სამშობლოს სიყვარული და ასე შემდეგ. აი ახლა რა შეიძლება გაიპაროს დღევანდელ დღეს თქვენს გადაცემებში? მაგალითად, მოხდება გზების რეაბილიტაცია. ეს არ არის სწორი ქართული ცხადია. შეცდომაში არ შესულა, ან შეცდომაში შეხავს, ან ფასდაკლება გავრცელდება, გაიაფრდება, იმიტომ რომ ქართულ ენას აქვს უნიკალური თვისება, ძალიან მარტივად და კარგად, კოხტად გამოთქვას სათქმელი, მოქნილი ენა გახლავთ. მე დაგეთანხმებით იმაში, რომ თქვენ ახსენეთ წეღან ენა რა ცხადია ვერ გაექცევა ნეოლოგიზმებს, ახალ სიტყვებს, ტექნიკური პროგრესი, სოფლიოში მიმდინარე სხვადასხვა მოვლენა, სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ სხვადასხვა მოვლენა უნდა გამოვიყენოთ, სხვადასხვა ფაქტი და არა სხვადასხვა ფაქტები, სხვადასხვა მოვლენები, იმიტომ რომ სიტყვა სხვადასხვა სიმრავლის გამომხატველია და მასთან არსებითი სახელი მხოლობით რიცხვში უნდა გამოვიყენოთ. შემდეგ აზრი იქნა გაჟღერებული. ძალიან ხშირად გვესმის ეთერიდან. აზრი გამოითქვა. საიდან მოხდება ტრანსპორტის გასვლა? ნახეთ როგორი ენაბრგვილი ქართულია. ტრანსპორტი საიდან გავა? მოკლედ გრამატიკული ფორმების უმართებელო გამოყენებასთან ერთად ჩვენს ენას ძალიან ისეთი პრობლემა დაუდგა, ეს არის ლექსიკის სიღარიბე. იმიტომ რომ მედია საშუალებებში საუბრობთ მეტისმეტად შეზღუდული ლექსიკით. ჟანრები აირია. მაგალითად ტელევიზიაში სიუჟეტის ენა სხვა უნდა იყოს, ახალი ამბების, ანუ ეგრეთ წოდებული ნიუსების ენა სხვა უნდა იყოს. ცხადია ბეჭდური მედიის ენა სხვა არის. აი ყველა ერთ ენაზე ვლაპარაკობთ ეთერში. და შესაბამისად ესე ძალიან დიდი პრობლემაა. ჩვენს შვილებს უკვე ელემენტარული სიტყვები არ ესმით ქართულში. აი ხა ძალიან ბევრი სიტყვა არსებობს ისეთი, რომელიც მე ქართული მეგონა და აღმოჩნდა რომ იყო არაბული, რაღაცა ბერძნული. დროსთან ერთად ხო ეს რაღაცა ხდება ჩანაცვლება. წლებთან ერთად, საუკუნეებთან ერთად. დიახ.
დიახ, ცხადია. ნახეთ, ეს ბუნებრივი პროცესია. ახლა რომ გავჩხრიკოთ ბოლომდე, ხო? სუფთა ქართულ სიტყვებად შეიძლება შეგურჩეს ფრჩხილი, ძუძუ, დედა სიტყვაზე ვამბობ. მაგრამ სიტყვა მკერდი და კეფაც კი ქართული არ არის. ბერძნულიდან არის შემოსული. კარდია, კეფალოს, თქვათ. მაგრამ ეს ბუნებრივი პროცესია, ენამ შეისისხორცა რაღაც სიტყვები, რომლებიც და ჩანაცვლდა, მაგრამ არ შეიძლება ფართოდ გავუღოთ კარი და აი მაგალითად სიტყვა კრეატიული, რომელსაც თქვენც იყენებთ, მეც ვიყენებ. შემოქმედებით. რატომ არის ეს ცუდი, თქვათ და ცუდი არ არის, მაგრამ აი თითქოს რაღაცნაირად ეს სიტყვა კრეატიული უფრო მეტად მიწოდებადი გახდა ადამიანის. აი მიწოდებადი არ გახდა, უფრო მეტად ვაწოდით კი. მართალი არის კი, ესეც არ არის თქო კარგი ქართული და გამართული. ნახეთ როგორ არის, ზოგჯერ მგონია რომ ყელყელაოდ, თქვენც და მეც. მე ამ პროცესის უშუალო მონაწილე ვარ და აი ვიტყვით ეგზისტენციალური საფრთხე დადგა, კრეატიული ამბებია, გვაქვს ჩვენ ამის ძალიან კარგი შესატყვისი ქართული სიტყვები და შეგვიძლია აზრი გამოვთქვათ ყველასთვის გასაგებად. მით უმეტეს მაშინ, როდესაც ჩვენი მაყურებელი სხვადასხვა ასაკის არის და ჩვენი მსმენელი და ბავშვებსაც კარგი ქართული, გამართული ქართული უნდა ესმოდეთ. გაყიდვაშია, ძებნაშია, მიმალვაშია. აი ეს ფორმები ქართულად კარგად გამოითქმება. მაგალითად, იძებნება, იყიდება, იაფდება და ასე შემდეგ. ასე შორის ჩემი დაკვირვებით, აი მაგალითად 20 წლის წინ თუ ძალიან ხშირი იყო ეს რუსული სიტყვები, რომლებსაც ჩვენ ყოველდღიურობაში ხმარობდით, დღეს ჩაანაცვლა ინგლისური. გარდაუვალია ესეც. გარდაუვალია ესეც. ოღონდ ძალიან თუმცა არ ითვლება საჯარო სივრცეში ეს რაღაც სათაკილო არ არის. სათაკილო არ არის, მაგრამ არც მისაღები არ უნდა იყოს. გააჩნია სიტუაციას, გააჩნია გვაქვს თუ არა ჩვენ ამის შესატყვისი ქართულ ენაში და დავუბრუნდები ისევ იმას, რომელიც იმ საკითხს, რომელიც ჩემთვის ძალიან მტკივნეულია, როგორც ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლისთვის, ეს გახლავთ ლექსიკის სიმწირე და სიღარიბე. ფაქტობრივად სადღაც 300-400 სიტყვას ვიყენებთ აქტიურად და ჩვენმა შვილებმა, ჩვენმა მოსწავლეებმა არიციან ისეთი სიტყვა, მაგალითად, როგორიც არის ტურფა. აღმოვაჩინიან ბოლო დროს. არიციან სიტყვა დეზი. დეზი კრაცხენს. კი, ახლა მეტყვით, რომ ცხენიც არ არის ასეთი აქტიური ჩვენს ყოფა-ცხოვრებაში, დეზი მით უმეტეს და ასე შემდეგ, მაგრამ ეს სიტყვები რომ არ გამოვიყენოთ, ლიტერატურა რომ არ ვიკითხოთ და ყოველდღიურ მეტყველებაში თუ არ გავაკეთოთ, შეიძლება დადგეს თქვა. გაღარიბდება ენა, ძალიან ბევრი რამ გახდება ჩვენი შვილებისთვის უცნობი. გეტყვით ერთ რამესაც, ჰაგიოგრაფიაზე მეტ სირთულეს საგნის სწავლებისას მე ვაწყდები დიდოსტატის მარჯვენის სწავლებისას. ელემენტარული სიტყვები არიციან ბავშვები. ქალბატონო, თამთაი, საინტერესოა ის ამბავიც, ახლა ჩვენ შეიძლება გვიყურებენ მშობლები და გრამატიკა მოგეხსენებათ ყველაზე რთული პროცესია ბავშვი, როდესაც სწავლობს. კი, აი, რაიმე რჩევები თუ გაქვთ ან მიგნებები, რასაც გაუზიარებთ მშობლებს პირდაპირ ეთერში. რომ გაუმარტივდეთ ბავშვებს გრამატიკის შესახებ. იცით რა, გრამატიკის სწავლება რთული ნამდვილად არ არის. ამაში ვერ დაგეთანხმებით, უბრალოდ ამას უნდა მიზანმიმართული ვარჯიში. კარგი სავარჯიშოები, კარგი სახელმძღვანელოები და მშობლებს ერთადერთი რამ მინდა ვურჩიო, რომ თუნდაც საშინაო მეტყველებაში შევეცადოთ განსაკუთრებით მაშინ, როცა ბავშვის მეტყველება ფორმირდება, ნაკლები შეცდომა დავუშვათ. ეს არის სულ თორემ პრინციპში ახლა ასე მარტივად გადასაწყვეტი პრობლემა არ არის. აქ უკვე სწავლების პრობლემები წამოვა, სახელმძღვანელოების, გრამატიკული სავარჯიშოების, გრამატიკის სწავლების ხვედრითი წილის პრობლემა დადგება და ეს ძალიან შორს წაგვიყვანს. აი ჩვენ რას გვირჩევს წამყვანოს, მაგალითად კრეატიულის თქმის სურვილი რომ გამიჩნდება. შევციროთ და ვისაუბროთ ქართულად. ჩავანაცვაივარჯიშეთ ხოლმე სანამ ეთერში გამოხვალთ, იმიტომ რომ მარტო სიტყვებიც და გრამატიკული ფორმებიც არ არის პრობლემა. ყურადღება უნდა მივაქციოთ ჩვენს დიქციას. აი მაგალითად ქართულისთვის არ არის ბუნებრივი מחვილების დასმა. ასეთი מחვილები აქვს ევროპულ ენას, ფრანგულს, ინგლისურს და ჩვენი წამყვანები, საეთერო წამყვანები,
მეტყველებაში ეს აქცენტი ისმის ხშირად უმართებულად, ზოგჯერ ძალიან სასაცილოა და იმასაც მიხვდები პრინციპში, რომელ ენაზე საუბრობს, რომელ ევროპულ ენაზე, ესა თუ ის ჟურნალისტი, იმდენად სხვაგვარად მეტყველებს და ქართულ ენაში არის მახვილი, ოღონდ ცოტა სუსტად არის გამოხატული და მაინც და მაინც არ მოითხოვს, რომ წინა სიტყვის ბოლოს იყოს ეს დასმული. ზოგჯერ ძალიან სასაცილოა. ყველაზე კარგი წამალი მაინც ალბათ ლიტერატურის კითხვა ყოველდღიურობაში, რაც ძალიან რთულია დღეს, იმიტომ რომ გადატვირთული გრაფიკის მე ზოგჯერ მენატრება მართლა, დრო არ მაქვს ფიზიკურად და აი ამ შემთხვევაში რა ის ბრძანებთ. ლიტერატურის კითხვა, ლექსების კითხვა, აი ბავშვებისთვის მინდა ვურჩიო, მშობლებს, რომ ასწავლონ ლექსების ეპირად. კარგი, გემოვნებიანი ლექსები. საერთოდ ამბობენ რომ ცნობიერებაში აუცილებლად სკოლაში ზეპირობის წინააღმდეგები არიან. ცხადია, მე მასალის უაზროდ აზეპირებას კი არ გულისხმობ, არამედ კარგი ხარისხიანი გემოვნებიანი ლექსების ხმამაღლა წარმოთქმის კულტურას, კვირაში ერთი ლექსი რო ისწავლო სკოლის მოსწავლემ, იცით რამდენ პრობლემას გადაჭრეს. ეს იქნება მეტყველების პრობლემა, დიქციის, ინტონაციის, ლექსიკური მარაგის, იმიტომ რომ ბავშვებს ამახსოვრდებათ. აი მაგალითად სიტყვაზე ვამბობ, სილაჟვარდი, ანუ ვარდის სილაში და სულ ეუბნები ჩასასწავლეს, რა არის ლაჟვარდი? და ყველა მათგანმა იცის, რომ ლაჟვარდი ლურჯი ფერის ძვირფასი ქვაა. აი მერე ოქრო აჭარის ლაჟვარდში, ლაჟვარდოვანი ცა, ლაჟვარდოვანი სანახები და ასე შემდეგ. ასე რომ ესეც იქნება ერთი რჩევა ჩემი მხრიდან მშობლებისთვის. ხმამაღალი კითხვა. ხმამაღალი კითხვა და იცით რა ხმამაღლა ესაუბრეთ თქვენს თავს მართალია არა გაქვთ დრო მაგრამ სანამ შინიდან გამოხვათ შეგიძლიათ თქვენი საეთერო ტექსტი ხმამაღლა თქვათ დააკვირდეთ მოусმინოთ აგრეთვე თქვენს ჩანაწერებს მოусმინოთ რა ხარვეზი ქონდათ როგორი ტიპის შეცდომებს უშვებთ და გამოსწორება ყველაფრის შესაძლებელია ცხადია აი ყოველდღიური შეხება გაქვთ მოსწავლეებთან უშუალოდ აი მოგვიყევით და გვიამბეთ ყველაზე მეტად რა უჭირთ ბავშვებს და მოსწავლეებს. დღეს თანამედროვე ბავშვებს. თანამედროვე ბავშვებს. თანამედროვე ბავშვებს ნაკლებად აქვთ ნებისყოფა. და კითხვა, ლიტერატურა ეს დისციპლინას მოითხოვს. ეს არის ერთგვარი იძულება. კი, ხო, სანამ აი ეს მეუბნებიან ხოლმე ჩემი მოსწავლე, ვერ ჩამithრია მასწავლებელო, ვერ შემithრია ამ ნაწარმოებმა. და სულ ვეუბნები, მოდი, არგუმენტებია. თავი ვაიძულოთ, რომ პირველი 10 გვერდი გავუძლოთ, დავამუშაოთ და ვნახოთ. მე ზოგჯერ ესეც არასჭრის და ვეუბნები, რომ არგუმენტები უნდა თქვათ, რატომ არ მოგეწონათ ეს ნაწარმოები და არგუმენტებს ხო ვერ მოიყვანთ თუ არ წაიკითხეთ. ამიტომ ზოგჯერ არის ეს იძულების. მე ჩავაგენი ერთ ხერხს, მაგალითად, ჩემს შვილს, როცა ვაიძულებ, ასე ვთქვათ, კითხვას და ძალიან არ უყვარს, ტირის კი არა ზოგჯერ. ცრემლები მოდის. ეს ჩავაგენი ესეთ ხრიქს. ერთ ფურცელს მე წავიკითხავ, მეორე ფურცელი შენ წაიკითხე და ესე. კი, მართალს ბრძანებთ, ესეც გამოცდილი ხერხია. მშობლებმა უნდა ვუკითხოთ, მასწავლებლებმაც უნდა ვუკითხოთ, აი ეს როლური ის უნდა მივცეთ, თქვათ, მაგალითი უნდა ვიყოთ მაგათვის, როცა ტექსტის შესწავლას ვიწყებთ, ჩემი მოსწავლეები დამეთანხმებიან, რომ მე ხშირად ვუკითხავ ხოლმე პირველი გვერდი, მეორე გვერდი პროზაულ ნაწარმოებებში, ლექს პირველი წავუკითხავ ხოლმე, ან კარგ წაკითხულს მოვასმენინებ და ამის საშუალება ახლა მოგიხსენებათ არის, ანუ მხატვრული წაკითხვის მეთოდებში წავამეცადინებთ და მე თვითონაც მოსწონთ. დამიჯერეთ თუ არ შევეშვებით ამას და თუ არ უნდა დავიღალოთ. კი, არ დავიღლებით და მიზანმიმართულად ვიმუშავებთ. მასწავლებლები და არა მხოლოდ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები, ზოგადად ყველა მასწავლებელი, ყველა უფროსი ბავშვთან ურთიერთობისას, თუ ცოტათი დახვეწს ლექსიკას, გრამატიკულ ფორმებს, ჩვენ შედეგი გვექნება აუცილებლად. იქნებ ლიტერატურაც გვირჩიოთ, აი რამაც შეიძლება ყველაზე უკეთ ჩაითრიოს ეს ჩვენი ბავშვები. ეგ იცით რა არის? ასაკსაც გააჩნია. ასაკს გააჩნია, მაგრამ არის მარადიული ლიტერატურა, მაგალითად ასტრიდ ლინდგრენის ნაწარმოებები, რომლებიც ბავშვებს უნდა კონდეთ წაკითხული აუცილებლად, გასართობიც არის, სახალისოც არის, სევდიანიც არის, ადამიანური ამბები,
აუცილებლად უნდა წაიკითხონ აგრეთვე ქართული ნაწარმოებები და მათ მოსწონთ რეზო ინანიშვილი მაგალითად ხო აი სევდიანიც არის ზოგჯერ სახალისოც არ გაჩნია რთული არის ოღონდ შეგვიძლია მათი ასაკისთვის შესაფერისი ნაწარმოებები მივაწოდოთ ცხადია ახლა ბიმბო შეიძლება პატარა ბავშვმა წაიკითხოს სკოლამდელი ასაკისა წავუკითხოთ მაგრამ ფრთხებიან დამბაჩის ხმაზე ყვავები რა თქმა უნდა ამას თავისი ასაკი უნდა და ეს საშუალო საფეხურის მოსწავლეები არიან და ამასაც ძალიან კარგად კითხულობენ გარდა ამისა თანამედროვე ლიტერატურა ცხადია ჰარი პოტერის წაკითხვას ურჩევდი ყველა მოსწავლეს და ყველა თავის ადგილს იპოვის თავის ტომს იპოვის ასე ვთქვათ თავის ნაწარმს თავის პერსონაჟსაც თავის პერსონაჟს და ესეც არის საინტერესო მადლობა ძალიან დიდი რომ ვიყავით დღევანდელი დილის ალღის სტუმარი საინტერესო რჩევებს აუცილებლად გავითვალისწინებთ ჩვენს და იმედია ჩვენი მაყურებელიც მადლობა კიდევ ერთხელ შევახსენოთ დილის ალღის მაყურებელს ჩვენი სტუმარი იყო ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი თამთა კვარაცხელია დიდი მადლობა თქვენ ჩვენ კი ახლა უნდა გავაგრძელოთ გადაცემა და მოვიდა მომდევნო რუბრიკის დრო ძველებური ამბები უნდა ვიიხილოთ ჩვენმა მაყურებელმა პირდაპირ ეთერში რომელიცაც ჩვენი კოლეგა მელანო ბალაძე ამზადებს ვერა საქმეები მართლა ორი კრავატი გვა აგვაქო საწოლიანი საწოლი ნიგზიანი საჭმელები განსაკუთრებით ამ სინორსაც ნიგოზით გამაკეთებინებს ხანდა. სხვათა შორის არ არის ცუდი, მაგრამ აგვაღ ნიგოზი. ადიგალანსო ხიდულობდა დუხებსო. ბაყიდულობდა შეფჩი. დელა ზერბეგე ჯაგას. თავარი მომწეველი და ფული მასქონდა. ბევრი აშურთო რომ მე მალე დაწვავს. ამდენი წლის განმავლობაში ერთად ვართ და ერთმანეთის სუნთქვა გვესმის, ერთმანეთის სურვილები გვესმის, ტყივილი გვთქიო ერთმანეთის. ყოველთვის ეცდები რომ ისე გავაკეთო, რომ მასაც ეს სიამოვნოს და საბოლოოდ სიბერე ერთად გავuliოთ ისე, რომ ერთმანეთის უკმაყოფილო არ დავჭით. უყვარს ძალიან ჩემი მომზადებული კერძები. ამიტომ ვაკეთებ მას რომ უყვარს იმფერ საჭმელებს, განსაკუთრებით ცომეულები, სინორი. შეგაფერებია და ახლა მაგას ხეს არ მოგიძე. 60 წლის განმავლობაში ერთჯერად შევიფერე? რატომ ამბობ? ერთჯერში შეგყავს ხალხი, რომ შეფერებულია. მაგალითად კულტურული ჭუჭული შეგახავს და ძროხა. კაცები ეგეთია მაინც. გავკულტურდი აბა, ყველა კულტურული იყო და მე ვყოფილიყავი და ჩანაკებული? ვაშა ჩაარიზევა 84-ის გავხდები 7 ბაით. სა აქ თუთები იყო შემოსული, ქართული გვარები წაშალეს და ჩვენ ხოდა მათი გვარი ეფედო. ახლა ვართ ჩაარიზე გვარად. ამ სოფელს ქვია სოფელი ვარჟელავლი. აი ამ სოფელში 34 მოსახლე იყო და ახლა არის 9 მოსახლე. ყოველთვის ვარი. საფრთხე საფრთხე ჩვენ ფერები. ეგე სოფლის თავია, ვარჯელავსა და ზემოხევს შორის. 4 მოსახლე ცხოვრობდა ერთი გვარი. და ახლა ერთადერთი ბიჭია, ბიჭი. რომელიც ცხოვრობს იქა და ადატოვა და
Aga ukme teritoriya da Galatasaray'a oraya patriotiya yetasuli. Bavuşebi sarayla, sopero arşeravlina. Oy bavuşeyi tadı sırato skolaş. Çaskavs işte orisudi. Bir oreklaş. Size trabo pro. Boğadro. Ayı koyerek ama içeriye sevit. Akavulere de sakdebiyen, suak zareklebiyen. Bir tane sopres karışçı, sonra marşezleme. Sopres savitçi kultura akt. Sopres savitçi tarsuniyak. Sopres savitçi kuşideli zreyakt. Da ibas popere onda, şenakwa onda, tatsva onda. Ayı saat var. Metro koşuyoruz, rom, trakka okubebuli olsun. მე ვარ რუსუდან ფუტკარაც. მარეთის ხეობიდან წამოსული. 93-ში ვარ ახლა მე, 93 წლის. ქიმია ბიოლოგიის ფაკულტეტი დავამთავრე და სახელმწიფოს წესი იყო მასეთი, რომ როცა კურსს დამთავრებული დაამთავრებდა კურსს, განაწილება კეთდებოდა. თითქმის ყველა ჩამოსული მასწავლებელი ადგილობრივები იყვნენ 2-3. მამამ თელიც იქ მუშაობდა ამ სკოლაში, რომ მოვედი. ინტერნატის მნეს ეძახოდნენ მაშინ. გამოუცხადა. თუნდაც კოჭლი იყოს, ჩემი ძალი იქნებოდა თქვენ ვინმე თვალიადე იგავთ. იყო ეს ტენდენცია. რომ უფროსების გადაწყვეტილი რაღაც მამამ თელმა თქვა მასია, თვითონაც ამბობს რომ რაღაცა იყო. მართლა არ გეკითხებოდი. შობერიამ გადაწყვეტდა, უფროსები გადაწყვეტდნენ დამთავრებული. ეს იყო 1965 წელი. იმ პერიოდის თვალით რომ შეხედო, თითქოს არ იყო რთული. მაგრამ ახლა რომ უყურებ, ახლანდელ მდგომარეობას, რა თქმა უნდა, რთულია. კაი ბიჭი იყო. განათლებული. ნაკითხი, ძალიან სერიოზული. ოჯახიც ძალიან ისეთი კულტურული და შეგნებული ოჯახი ყავდა და ამდენს ვინ გარმენიებდა იქეთ-აქეთ. ხან მოსკოვში ვიყავით, ხან სოხუმში ვიყავით, ხან თბილისში ვიყავით. რუმინეთში ვარ ნამყოფი. შუახევს ყავდა სიმღერის და ცეკვის ანსამბლი და როგორც იდეოლოგიის მდივანი, გავყევით ამ ანსამბლს. 15 დღე ვიყავით რუმინეთში. საკუთარი ჭუით, საკუთარი გონებით, საკუთარი ხელით მივაღწიე ყველაფერს. არავისი რამე არ მქონდა დასამადლებელი. გეოგრაფიის ფაკულტეტი დაუსწრებლად დავამთავრე, ჭვარის საშუალო სკოლაში ვმუშაობდი, ქასწავლობდი. ექსკურსიებზე დამწიოდით და თავარი მოძრაობა იყო ეგვიპტე. კაირო მოვიარეთ, პირამიდები მოვიარეთ, საინტერესო რამ იყო. ახალგაზრდები იქ ქალაქში წევიდნენ. ძალიან ქალაქი უნდა. მე არ მინდა. მინდა რომ შეიძლება ჩავერეთ ოლიმპიადას ვიყავით. ჩაკეტილი, გაეშმეგები. თელია თქვა აქ ვეკავწრებ მეთქი და მე ვიძივარ და ვიცი წამყვეს მეთქი და დავაყარა გზაქონდავას. ახლა ამისმა ჯანმრთელობის მდგომარეობამ იზოლებული გამხადა თუ არა სუისპირის აირს ვერიტასის. თავიდანაც მასეთი იყო თუ არა თავიდან აქ აღარ გავაკეთებდით სახლსაც ჩავიდოდით და იქ ვიქნებოდით, მაგრამ რა გზა მაყვედრებს ხანდახან, რომ მე შენო იქ წინ დაწასლა. არც იმას ვთაკილობ, რომ მინდა წასლა დაუშვათ, მაგრამ ერთმა აცოცხლოს და ამყოფოს, რომ აღარ იქნება, რა თქმა უნდა ვერ გავჭირდები. აი დავას რთული კაცი არა ვარ. არც ზედაპირულად უყურებ ცხოვრებას, მაგრამ ცხოვრებაში ერთი რა არის, რომ ადამიანმა სადაც ცხოვრობ, სოფელში ცხოვრობ, ქალაქში ცხოვრობ, თუ სადმე ცხოვრობ, შესიძლი ვის ცხოვრობს, იმას პატრიოტიზმის იმწამოებყრა და შენაც პატრიოტიზმის მოგეპყრან. მე სიძულვილით ვერავის ვერ შევიზულებ, ადამიანს ვერ შევიზულებ. ყველა ადამიანი მიყვარს, მაგრამ თავარი ერთი რამ არის, რომ ადამიანებს შორის ურთიერთობაში არ უნდა მოხდეს დაძაბულობა. იმის გამო რომ შენ და მე დაიძაბეთ მე სხვა ფრაც უყურებ, შენ სხვა ფრაც უყურებ. არა, არ შეიძლება ეს ამბავი. უნდა იყო მართალი ადამიანი. ახლა ებდეთ სიტყვაში სადილების დროა.
მადლობა მილანო ბალაძეს, მოკლედ ეს რუბრიკა არა მარტო სატელევიზიო ბადეში, სოციალურ ქსელშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს და სოციალური ქსელები ვახსნეთ და აქვე გეტყვით რომ აუცილებლად უნდა გამოიწეროთ ჩვენი სოციალური ქსელები, Instagram-ი, Facebook-ი, TikTok-ი, ქართული ასოებით საძიებო ველში ჩაწერეთ დილის ტალღა, იქ ამოგიგდებთ ჩვენს ოფიციალურ გვერდს, მოგწერეთ პირად შეტყობინებაში თუ იცნობთ საინტერესო ადამიანებს, ან საინტერესო ისტორიები, ჩვენი გადამღები ჯგუფი კი აუცილებლად მოვა და გადაიღებს კარგ სიუჟეტს და ჩვენი ეთერის საშუალებით გავა დილის ტალღის პირდაპირ ეთერში. ეხლა კი უკვე თბილისის დროით ზუსტად 10 საათი სრულდება და პირდაპირ ეთერში სულხან წულუკიძე შემოგვიერთდება. სულხან, კიდევ ერთხელ დილამშვიდობის. დილამშვიდობის. კიდევ ერთხელ მოგესალმებით მეგობრებო, მოგესალმები ყველას, ვინც ახლა შემოგვიერთდა ახალი ამბების დრო. გურიაში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭონჭკათში მამაკაცი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით ის მეზობელ სახლის სახურავის თოვლისგან გაწმენდა შეეხმარებოდა, როდესაც ბეტონის ფილა დაეცა. ადგილზე მობილიზებული იყო სამშობლო და სასწრაფო დახმარების სამსახურები, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. სტიქიის გამო გურიაში საკოორდინაციო სტაბია შექმნილი. ვითარებას გვიანღამით პრემიერ-მინისტრი გაეცნო. ირაკლი კობახიძის განცხადებით ვითარება რთულია, თუმცა გეგმა არსებობს და პრობლემების გადაჭრაზე იმუშავებენ. მისი განცხადებით ტექნიკა არის მობილიზებული სტიქიასთან საბრძოლველად, როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სამუშაოებში ჩართულია ინფრასტრუქტურის სამინისტრო, სამაშველო სამსახური და ჯარის ტექნიკა. სტიქიის ზონაში თავდაცვის ძალების ჩართვის შესახებ ბრძანება პრემიერმა გუშინ გასცა. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მამათის, აკეთის, ჭანჭახის, ჩოჩხათის, ღრმაღელის, ორაგვის, არეულის, არჩეულის სოფლებში მოსახლეობას ელექტროენერგია არ მიეწოდება. ლანჩხუთში თოვლმა დააზიანა საცხოვრებელი სახლები და ხეები. სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა დახმარებას ელოდება. არის ძალიან ბევრი სამუშაო, ამისათვის ტექნიკა იქნება მობილიზებული, იმისათვის რომ მაქსიმალურად აღდგეს კავშირი კონკრეტულ სოფლებთან და ამაზე უკვე მომენტიდან განახლება აქტიური მუშაობა, ასევე დაგჭირდება მარაგების მობილიზება, როგორც მედიკამენტების ნაწილში, ასევე სურსათის ნაწილში, შეშლის ნაწილში გათხოვებისთვის და ამასთან დაკავშირებითაც ვიმუშავებთ კონკრეტული გეგმით. მთლიანობაში გეგმა არსებობს, ვითარება რთულია, გამოწვევა არის ძალიან ბევრი, თუმცა ყველაფერი გაკეთდება იმისათვის რომ მაქსიმალურად ვიმუშაოთ ყველა პრობლემის გადაჭრას. რიკოთის უღელტეხილზე გვიანღამით ზვავით ჩამოწვა, დაზიანდა 4 ავტომანქანა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ინფორმაცია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ავრცელებს. მათი ინფორმაციით რიკოთის მონაკვეთზე გზა გაათავისუფლეს და მოძრაობა ამ დროისთვის აღდგენილია. თითოეულობამ პრობლემების შექმნება, თუმში ხანგრძლივი თოვის შედეგად გართულებულია გადაადგილება გზებზე, დაზიანდა სახლების სახურავები. აბონენტების ნაწილს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება. დაზიანდა სასმელი წყლის ცენტრალური მილი, თუმცა აღდგენითი სამუშაოები უკვე დასრულებულია და ყველა აბონენტს ეტაპობრივად მიეწოდება წყალი. ბათუმის მერიაში ირწმუნებიან, რომ გზების გაწმენდის სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. პროცესში ჩართულია როგორც მუნიციპალური, ასევე დაქირავებული სპეცტექნიკა. ამალობაში ინტენსიურად მიმდინარეობდა თოვლის საფარისაგან გზების გაწმენდითი სამუშაოები, ჩართული არის მასშტაბურად როგორც მუნიციპალური, ასევე დაქირავებული ტექნიკა. მნიშვნელოვანია, რომ ქალაქ ბათუმის მიმართულებით რამოდენიმე მისამართზე, როგორც სახურავების ნაწილში, ასევე საშიშროების ნაწილში იყო დაზიანების შემთხვევები. ერთი ოჯახი არის გაყვანილი უსაფრთხო ადგილზე, დანარჩენ ოჯახებთან მიმართებაში და ბირთვის საკუთრებთან თანხმოვნობის სახურავებთან მიმართებაში მუნიციპალიტეტი მიიღებს აღდგენის გადაწყვეტილებას და მიღებულია უკვე გადაწყვეტილება. მნიშვნელოვანია, რომ წყალმომარაგების ნაწილში ჰქონდა შეზღუდვა, რომელიც გვიანღამით აღდგა სრულებით და 20,000 აბონენტს უკვე მიეწოდება წყალი. ხვალიდან გაგრძელდება, რა თქმა უნდა, ის სამუშაოები, რომელიც გზის გაწმენდის სამუშაოებს ეხება. ამავდროულად შეზღუდული არის სწავლა და შეჩერებულია სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში, მუნიციპალურ ბაღებში, რომელიც 27 თვეში განახლდება.
თითოეულობის გამოსახლები დაზიანდა ქობულეთში მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით დაზარალებული ოჯახები უსაფრთხო ადგილზე არიან გადაყვანილები. მუნიციპალიტეტში 1000-ზე მეტი ოჯახი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, ამ ეტაპზე გრძელდება მუნიციპალიტეტებამდე მისასვლელი გზების გაწმენდა. გაუწმენდავია შიდა სასოფლო გზები, ისეთ ოჯახებს, სადაც სამედიცინო დახმარება სჭირდებათ, მაშველების ჯგუფი ეხმარება. მერიაში მოქმედებს ცხელი ხაზი. თითოეულობის შედეგად გამოწვეულ პრობლემებს ებრძვიან ხულოვში, სადაც მუნიციპალიტეტის საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბია შექმნილი, ამ დროისთვისაც გაწმენდილია ადმინისტრაციულ ერთეულებთან მისასვლელი გზები. ასევე გაიწმინდა ყველა სტრატეგიული დანიშნულების ობიექტამდე მისასვლელი გზა. ელექტროენერგია მუნიციპალიტეტის ყველა აბონენტს მიეწოდება, შეტყობინების საფუძველზე მოქალაქეებს გაეწიათ სხვადასხვა სახის დახმარება. ადამიანების უსწრაფო სპეცტექნიკა. თითოეულობის შედეგად ყოველ მცირედი შეფერხებები ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით, თუმცა პროჯორჯის წარმომადგენლებისა და მერის შესაბამისი სამსახურების კოორდინირებული მუშაობით აღმოიფხვრა შესაბამისი პრობლემა და ამ ეტაპისთვის მიეწოდება მუნიციპალიტეტის ყველა აბონენტს ელექტროენერგია. რაც შეეხება სასმელი წყლის მიწოდებას, აგვისტოს დრაიმის სახის შეფერხება არ ქონია და უწყვეტ რეჟიმში გრაფიკის მიხედვით მიეწოდება დავეს მოსახლეობას. თითოეულობა ქედაშიც საჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს თოვლის საფარისგან, როგორც ადმინისტრაციულ ცენტრებთან მიმავალ, ასევე ბათუმი ხულო ახალციხის შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის გაწმენდას. მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში კვლავ გრძელდება თოვა, სამუშაოებში სრულადაა ჩართული დეპარტამენტის სპეცტექნიკა და ადამიანური რესურსი. ცუდი ამინდის გამო საქართველოს რკინიგზა 26 თებერვალს რამდენიმე რეისს კიდევ აუქმებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს. მათივე ცნობით, რეისები აღდგება შექმნილი მეტეოროლოგიური ვითარების გამოსწორებისთანავე. რეისები გაუქმდა თბილისი-ბათუმი, ბათუმი-თბილისი, თბილისი-ზუგდიდისა და თბილისი-ფოთის მიმართულებით. ჩვენი მოქალაქეები დაგვიკავშირდნენ, მათი თქმით, რეისების გადადების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონიათ. გუშინ თბილისში ფართომასშტაბიანი აქცია გაიმართა, რამდენიმე ლოკაციიდან მოქალაქეების ჯგუფები მარშით დაიზრა და საქართველოს პარლამენტის შენობასთან მივიდა. აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა ყოფილმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. პროტესტის მთავარი მოთხოვნა კვლავ ხელახალი არჩევნებია. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის სურს ამ კვირის ბოლოს ვაშინგტონში ჩასვლად ხელი მოაწეროს მნიშვნელოვან წიაღისეულ შეთანხმებას, რომელიც მნიშვნელოვანია კიევისთვის, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მუდმივი მხარდაჭერის მოსაპოვებლად რუსეთთან ომში. ტრამპმა ასევე თქვა, რომ უკრაინაში სამშვიდობო ჯარების გარკვეული ფორმაა გამოსაზებნი, თუ კონფლიქტის დასრულების შესახებ შეთანხმებას მიაღწევენ. მოსკოვმა, რომელმაც 3 წლის წინ დაიწყო უკრაინაში შეჭრა უარი თქვა ნატოს ძალების განლაგებაზე, ტრამპის მცდელობამ სწრაფად დაასრულოს რუსეთის ომი უკრაინაში, გააჩინა შიში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დათმობების შესახებ, რამაც შეიძლება შეარყიოს უსაფრთხოება უკრაინასა და ევროპაში და შეცვალოს გეოპოლიტიკური ლანდშაფტი. უცნობია, შეიცავს თუ არა შეთანხმება ამერიკის შეერთებული შტატების უსაფრთხოების რაიმე კონკრეტულ გარანტიებს, რომლებსაც უკრაინა ითხოვს, თუ ვაშინგტონი ამ პირობის ჩანაცვლებას დამატებითი სამხედრო დახმარების გაგზავნით აპირებს. ამერიკის შეერთებული შტატებიდან არალეგალი მიგრანტების დეპორტაციის ტალღა გრძელდება. თვითმფრინავი, რომლის ბორცზე 65 მიგრანტი იმყოფებოდა, შეერთებული შტატებიდან კოსტა-რიკაში დაეშვა. კოსტა-რიკის მიგრაციის გენერალური დირექტორის ომერ ბადილიას განცხადებით, დეპორტირებულ მოქალაქეებს შორის იყვნენ არასრულწლოვნებიც. დაშვების შემდეგ მიგრანტები ავტობუსით გადაიყვანეს მიგრანტთა დროებითი განთავსების ცენტრში. კოსტა-რიკის ომბუდსმენმა განუცხადა როიტერს, რომ კოსტა-რიკის მთავრობას ჯერ კიდევ არ აქვს მკაფიოდ განსაზღვრული გეგმა ახალი მიგრანტების მისაღებად, როგორიცაა თავშესაფრების მაძიებლები, რომლებიც ვერ დაბრუნდებიან თავიანთ ქვეყნებში, მაგრამ აღარ სურთ კოსტა-რიკაში დარჩენა. 20 იანვარს თანამდებობის დაკავების შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქვეყნიდან ლათინური ამერიკის ქვეყნებში მიგრანტების დეპორტაცია დაიწყო. ამერიკის შეერთებული შტატების რეპატრიაციული ფრენებისთვის სამხედრო თვითმფრინავებს იყენებენ.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები მდიდარ უცხოელებს ოქროს ბარათებს მიყიდის, რომლის ღირებულება 5 მილიონი ამერიკული დოლარი იქნება და რომელიც მათ შეერთებულ შტატებში ცხოვრებისა და მუშაობის უფლებას მისცემს და შესთავაზებს გზას მოქალაქეობის მიღებისკენ. მისი თქმით, ბარათების გაყიდვა დაახლოებით 2 კვირაში დაიწყება და მილიონობით ასეთი ბარათის გაყიდვა იქნება შესაძლებელი. ტრამპი ასეთი ბარათების რუსი ოლიგარქებისთვის მიყიდვას არ გამორიცხავს. ამერიკის შეერთებული შტატების ვაჭრობის მინისტრმა ჰოვარდ ლუტკინმა განმარტა, რომ ბარათი ჩაანაცვლებს ინვესტორთა საიმიგრაციო სავიზო სამთავრობო პროგრამას, ეგრეთ წოდებული IB5-ს, რომელიც უცხოელ ინვესტორებს საშუალებას აძლევს ჩადონ ფული ამერიკის შეერთებული შტატების პროექტებში, რომლებიც სამუშაო ადგილებს ქმნიან და შემდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებში საიმიგრაციო ვიზებზე განაცხადი გააკეთონ. ეს იყო ჩემს ხელთ არსებული ბოლო ინფორმაცია. მთავარი კი პირდაპირ ეთერში მორიგი გამოშვებით 12 საათზე დაბრუნდება. მე ხვალამდე გემშვიდობებით. დროებით. მადლობა სულხან, ჩვენ კი შევახსენოთ მაყურებლებს, თქვენ უყურებთ გადაცემა დილის ალღა, სტუდიაში მე დემე ზოიძე და ანა შამილაძე ვმუშაობთ. ეხლა კი ვნახოთ გადაცემის მესამე ნაწილის ანონსი და მალე დავბრუნდებით. Gold card. You have a green card. This is a gold card. We're going to be putting a price on that card of about თემაზე და ჩემთვის ძალიან გადაცემის მესამე ნაწილში, როცა გონება მშვიდდება და სხეული თავისუფლდება, იოგა უბრალოდ ვარჯიში აღარ არის. ის ცხოვრების ფილოსოფიად იქცევა, როგორ მოქმედებს იოგა სხეულზე და გონებაზე, როგორ ცვლის ის ადამიანის შინაგან სამყაროს. გაიგეთ მეტი ჩვენ სიუჟეტში. და ბოლოს სტუმართან ერთად ვისაუბრებთ მანიფესტაციის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ტექნიკაზე, ასკეზაზე, რომლის საშუალებითაც ადამიანი დაბალი სიხშირის ენერგიას მატერიალურ სურვილში გარდაქმნის. უყურეთ დილის ტალღას ყოველ სამუშაო დღეს, 8 საათსა და 30 წუთზე. როგორც ანონსში შევიტყვეთ, უკვე ვიცით რა თემებზეც უნდა ვისაუბროთ. ეს გახლავთ იოგა, ბევრისთვის ეს უბრალოდ ვარჯიშია, მაგრამ მათთვის, ვინც მას რეგულარულად მისდევს, ეს ცხოვრების ფილოსოფია. რა გავლენა აქვს იოგას სხეულსა და გონებაზე და როგორ ცვლის ის ჩვენს ყოველდღიურობას. ამაზე ამ თემასთან დაკავშირებით სიუჟეტს ვნახავთ ახლა და მალე დაგიბრუნდებით ასევე ძალიან საინტერესო თემით. აქ იოგას დარბაზში დრო თითქოს ჩერდება. სინათლე რბილია, მოძრაობები მსუბუქი და ზუსტი, სუნთქვა ღრმა და მშვიდი. ეს არის სივრცე, სადაც გარე სამყაროს ხმაური ქრება და რჩება მხოლოდ შენი შინაგანი ხმა. თითოეული ასანა ეს არის გზა, რომელიც ადამიანს დღის ქაოსიდან ღამის ჰარმონიაში გადაჰყავს, რათა ახალი დილა გაცილებით მსუბუქად და ენერგიულად დაიწყოს. ჩემთვის მთავარი იყო ამ სფეროში შემოსვლის შემდეგ აღმოჩენა იმის, რომ შრომით ყველაფერი შესაძლებელია და რასაც შენ გულით აკეთებ, ის აუცილებლად შედეგს დაგიდებს. შედეგს დაგიდებს ყველანაირად შინაგან სხეულზე, გარეგან სხეულზე და შემდგომ ეს ენერგია მე რასაც განვიცდი, გადაედება ხოლმე სხვას. ადამიანი ხდება უფრო თავისუფალი, თავდაჯერებული. თითოეული ჩასუნთქვა, თითოეული მოძრაობა ის არის უხილავი ძაფი, რომელიც უსაზღვრო შესაძლებლობებით გასაჩუქრებს. ეს ერთგვარი მისტიკაა, რომელიც მხოლოდ მას ესმის, ვინც ერთხელ მაინც სრულ სიჩუმეში ღრმა სუნთქვასთან ერთად სამყაროს ხმა მოისმინა. უამრავი ადამიანი დღესდღეობით სამწუხაროდ სტრესებსა და შფოთვებში ცხოვრობს. მე ვიტყოდი, რომ დიახ, ეხმარება სტრესისა და შფოთვის მოხსნაში, თუმცა გააჩნია დავუშვათ ხარისხს ამ სტრესის და ამ შფოთვის. მე მაგალითად ვარ ჩვეულებრივი იოგას მასწავლებელი,
იოგას ინსტრუქტორი და შემიძლია რომ რაღაც გზა ვუჩვენო ამ ადამიანს, რომ იქნებ მოეშვას, იქნებ ყურადღება გადმოიტანოს, როგორ გადმოიტანოს ყურადღება საკუთარ თავზე, როგორ შეცვალოს რაღაცა გზით ეს დავუშვათ ფორიაკი. შედეგი ნამდვილად აქვს ნერვიულობის, დაძაბულობის, კომპლექსების, რაღაც ჩარჩოების, დოგმების მოშორებაში ნამდვილად გვეხმარება. აქ თითოეული ადამიანის სიმშვიდისა და შინაგანი წონასწორობისკენ მიმავალ გზას პოულობს. სწავლობენ საკუთარი თავის მოსმენას, საკუთარი სურვილების გააზრებას. როცა შენ გესმის სამყაროსი და სამყაროს ესმის შენი, ყველაფერი საოცარი სინქრონულობით ეწყობა. სუნთქვა ჰაერს კი არ ერწყმის, არამედ რეალობას ქმნის, ზუსტად ისე, როგორც შენ გსურს. აქ შენი აზრები და სურვილები რეალობად იქცევა, თუ ამას გულით ირწმუნებ. მედიტაცია ზოგადად ზედმეტად ღრმა გაგება. ზოგისთვის შეიძლება ეს მედიტაცია სულაც 10 წუთით მუსიკის მოსმენა იყოს, ან რა ვიცი, ბუნებაში გასეირნება და ზღვის ტალღების ხმა ჩაუთქვას თავის თავს, თუნდაც ასკეზა, რომ აი დაჯდეს და ცოტა ხნით მოწყდეს ყველაფერს. თუმცა ისევ და ისევ მაინც ფიქრობ არის მონდომება. თუ ადამიანს ამის არ ჯერა, არ გამოვა, არანაირ შემთხვევაში არ გამოვა. რაღაცის პატარა რაღაცას უნდა ჯეროდეს. თუნდაც იმ ასკეზას, თუნდაც იმ რა ვიცი, იმ ბუნების ძალის, ენერგიის, რაღაცის უნდა ჯეროდეს და ვფიქრობ აუცილებლად გამოვა. იოგას პრაქტიკა თითქოს ფარდასხდის სამყაროს საიდუმლოებებს. მოულოდნელად ხედავ, რომ ცხოვრება შენ სასარგებლოდ ლაგდება. გზები იხსნება, ხოლო უცნებები ახდენას იწყებენ. ეს არ არის დამთხევა. ეს არის შინაგანი ჰარმონიის ძალა, როცა ჩასუნთქვასა და ამოსუნთქვას შორის ინტერვალში იაზრებ, რომ შენს ცხოვრებაში შეუძლებელი აღარაფერია. თავარია ადამიანმა მოინდომოს, უნდოდეს, რომ ეს გააკეთოს, რომ რაღაც შეცვალოს მის ცხოვრებაში და აუცილებლად შეიცვლება. მე ხანდახან გონია, რომ ძალიან ბევრი რაღაც მსხვერპლის როლს თამაშობს ხოლმე, მოირგებს ისე, რომ ბევრს წუწუნებს, თითქოს რაღაცა უშლის ხელს, თითქოს არა და სინამდვილეში რომ დააკვირდი, არაფერი არ უშლის ხელს, ყველაფერი ჩვენს ხელშია. და რეალურად ეს შეგვიძლია ეს სტრესიც და შფოთვაც და სხვა კიდე ბევრი რამ რაც მე აი ნეგატიური ენერგიებით მოდის და ვირუსებით, ესენი ცოტა ხნით განვაგდოთ. ჯერ ცოტა ხნით და მე როგორ ჩვევაში გადაგვივა. დავბრუნდით ეთერში, ძალიან საინტერესო და ბოლო დროს განსაკუთრებით აქტუალურ თემაზე ვიწყებთ საუბარს, გამომდინარე იქედან, რომ ყველაფერი ამ სამყაროში ენერგიათა გაცემა მიღებაზეა დამყარებული, ჩვენს ცხოვრებასაც სწორედ ეს ენერგიები განსაზღვრავენ. სამყაროსთან ურთიერთობის კიდევ ერთი საინტერესო პრაქტიკა უნდა გაგაცნოთ დღეს, რომელსაც ასკეზა ეწოდება და ეს გახლავთ ერთგვარი გარიგება სამყაროსთან. შენიშორებ მავნე ჩვევებს და ამ მავნე ჩვევებს სამყაროს დადებით ენერგიებში უცვლი. როგორ მუშაობს ასკეზა ჩვენი სურვილების აღდენაში, ამ ყველაფერზე დეტალურად რამდენიმე წამში სტუმართან ერთად ვისაუბრებთ, არ გადაერთოთ, დაგვალოდეთ. სტუმარი უკვე ხაზზე ყავს, ეზოთერიკოსი გურანდა ხუიჩია, რომელმაც ვერ მოახერხა სტუდიამდე მოსვლა, გამომდინარე იქედან, რომ ძალიან რთულია ქალაქში გადაადგილება, თუმცა ჩვენ ამ თემას არავითარ შემთხვევაში არ დავთმობდით და სახლიდან ესე ჩაცმულ და ახურული და გამზადებული წამოსასვლელად გურანდა სახლიდან უნდა ჩართოთ. დავიწყოთ გურანდა საუბარი, პირველ რიგში მადლობა, რომ ხარ დღეს ჩვენი სტუმარი. პრინციპში დაბალი სიხშირის ჩვევებზე უარის თქმა ასკეზა, რასაც სამყაროს უცვლი მაღალ ენერგიებში ხომ შეიძლება რომ ასეც ვთქვათ. მოდი ავხსნათ ძალიან დეტალურად რას ნიშნავს ზოგადად ასკეზა. მაყურებლებისთვის ავხსნათ. მოგესალმებით პირველ რიგში. მიუხედავად ჩვენი ამინდის მაინც მოახერხეთ ჩართვა, ძალიან მიხარია. კი, ნამდვილად გავრცელებული ტენდენციური თემაა ასკეზა და მინდა სიღრმისეულად გავაცნო იმ ადამიანებს, ვისაც მხოლოდ მე მაპატიეთ გარიგება ჰგონია სამყაროსთან სინამდვილეში. აბა მაშინ რა ხდება? სინამდვილეში, მოდი დავიწყოთ, გავიგოთ რა არის ასკეზა. ხო, ეს ტერმინი მოდის ძველი დროიდან და ასკეტიზმს ნიშნავს. ასკეტიზმი თავისთავად გულისხმობს გაწყვნას, გამომუშავებას და ნების გაძლიერებას. ძალიან მიყვარს და ყოველთვის ამას ვამბობ, რომ
ჯერ უნდა ვიცოდეთ, რომ ყველაფერი ენერგიაა და ყველა პროცესი, რაც ხდება სამყაროში და ჩვენში მიმდინარეობს ენერგიის დამსახურებით. ანუ მე თუ მინდა ფული, მე უნდა მქონდეს საკმარისი ენერგია. თუ მე მინდა ჯანმრთელობა, უნდა მქონდეს საკმარისი ენერგია. და აი ეს ასკეზაც ნების გაძლიერებით, უარის თქმით რაღაცაზე გამოიმუშავებ ჩემში ფსიქიკურ ძალას და ენერგიას, რომელიც კონცენტრირებულია ერთ მიზანზე და გამონთავისუფლების შედეგად ის თელი ძალით მიდის სამყაროში და ხდება რეალიზაცია ხშირ შემთხვევაში. ეს არის ასკეზა მოკლედ. თუ შეიძლება შევადაროთ მარხვებს, მაგალითად სხვადასხვა რელიგიურს. კი, რა თქმა უნდა, მარხვაც ასკეტიზმის ნაწილია, უარის თქმა, მარხვაც მენტალური ძალის, სულიერი ძალის ამაღლებისთვის არის ხო შექმნილი. უარს ვამბობ, გამოვიმუშავებ ნებას, ვიუმჯობესებ მენტალურ და ფიზიკურ მდგომარეობას, შემდეგ ნახე, აქ მიზანი სხვადასხვა. ახლა რელიგიურ ასკეზას და ჩვეულებრივ ასკეზას შორის რაც ჩვენშია გავრცელებული ჩვეულებრივ ადამიანებისთვის ეს სხვადასხვა მიზანია სხვადასხვა. რელიგიური ასკეზა ემსახურება სულიერ განვითარებას და ჩვენი ადამიანური ასე ვთქვათ ასკეზა ემსახურება სურვილის ასრულებას. გარიგება, ნახეთ, შეიძლება იყოს გარიგება, მაგრამ უფრო საკუთარ თავთან ვიდრე სამყაროსთან. იმიტომ რომ სამყაროს ალგორითმი სამყარო აბონუსებს და სამყარო უგზავნის საჩუქრებს მაძიებელ ადამიანებს, რომლებიც ემსგავსებიან მას. იმიტომ სამყაროც ხო ღმერთის ჩანაფიქრია და ღმერთის შემოქმედებითი სრულყოფილება და ღმერთმაც კიდევ ჩვენ შექმნა მის მსგავსად, ხო, ყველაფერი ერთმანეთს გავს, იმიტომ რომ ღმერთიდან მომდინარეობს ეს ყველაფერი და ღმერთიან და სამყარო, ხო, მისი ქმნილება ისეა შექმნილი და ისეა მოწყობილი, რომ ყველა იმ ადამიანს, ვისაც აქვს ძიების წყურვილი, ვის არის შემოქმედებითი და ვისაც სურს მუდმივად დინამიკაში და განვითარებაში იყოს და სიახლეში, იმას აბონუსებს. აი რაზე უარის თქმა არის ასკეზა? აი უფრო ალბათ ყოველდღიურ ბანალურ რაღაცეებზე, ხო? რასაც მაგალითად ყავაზე უარის თქმა. თუ აი ჩამოვთვალოთ. აი თუნდაც სიგარეტზე უარის თქმა და რაღაცა აი ამის სანაცვლოდ რომ ჩავიფიქროთ. ხო, აი თვითონ ეს პროცესი. ან ტკბილზე ყველაზე მეტად ტკბილი გვიყვარს. მე ხოთშეს ასკეზას აკეთებ გამოგიტყდებით, ახლა უბრალოდ არ ვიტყვი რაზე მაქვს უარი ნათქვა. და რაში გავურიგდი სამყაროს, ამას არ ვიტყვი, ესე საჯაროდ, მაგრამ აი ხომ ეს პროცესში ვარ. მშვენიერი. ნახეთ, ასკეზის სხვადასხვა ტიპი არსებობს. ერთი, როდესაც მე ვიკრძალავ რაღაცას. მაგალითად, მოდი ჩამოვთვალოთ. ნებისმიერი რამ, დილით მაგალითად არ ავდგები 10 საათზე, ანუ всё, ავკრძალე მე 10 საათზე გაღვიძება, ავკრძალე ტკბილის მირთმევა, ყავის, სიგარეტის მოწევა, ავკრძალე ინტერნეტში მაგალითად, ხო, ალბათ. ის რაც ჩვენ გვიყვარს, აუცილებლად ისეთი აუცილებლად ის რასთან განშორებაც ჩვენ გაგვიჭირდება. ახლა თუ ეს ჩვენთვის ადვილია და ახლა მაგალითად მე საყეჭ რეზინას არ გამოვიყენებ და არ მოვიხმარ ერთი კვირის მანძილზე, ანუ ეს არ ითვლება აკრძალვა, თქო, რომ აქ შენი ფსიქიკური ენერგია არ იძაბება. აქ შენი ენერგია არ იკუმშება და შესაბამისად არ იხარჯება, ხო, სტრესში არა, ხარ უნდა შექმნა მცირედი სტრესი იმისთვის, რომ შენი ფსიქიკური ძალა დაიძაბოს. აი გუნა დამოკიდებული რაზეც ვართ, ხო, თუ სწორად მივხვდი, არ მიყვარს ეს. დამოკიდებული რაზეც ვართ, რაც გვიყვარს, რასთან განშორებაც გვიჭირს. დისკომფორტი და აი რა შეგრძნებებს უნდა იწვევდეს? გასაგებია რომ დისკომფორტი უნდა შეგვიქმნას და მცირედი სტრესი, მაგრამ აი რომ ჩაითვალოს რომ ასკეზა შედგა ჩვენ შინაგანში, აი რა შეგრძნებებს უნდა იწვევდეს?
Ну, პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ მიზანი, ან გაცნობიერებული უნდა გქონდეს მიზანი, ხო, რომ აი რისთვის ვაკეთებთ ჩვენ ამას და უნდა თან ინფორმაციულ დონეზე ვიცოდეთ, რომ ჩვენში გარკვეული ახალი ჩვევის შემოტანა, ჩვენ ცხოვრების წესად ქცევა, ახალ ნეირონულ დონეზე, ხო, ახალ გურანდას, ახალ მარიამს ბადებს, ხო, ამ შესაძლებლობები იზრდება. აი, მაგალითად მე მინდა ახალი სახლი. ხო, იბრძოლო. და ამ ჩემს სურვილში სამყაროს ვუცვლი მაგალითად ყავაზე უარს ამბობ, ხო? აი ხო შეიძლება შენი აკრძალვით, ანა, შენი აკრძალვით შენში იძაბება ფსიქიკური ძალა, მენტალური და მენტალური მართავს მე ასტრალურ და ენერგეტიკულ პროცესებს. ანუ ენერგია გროვდება, კონცენტრირდება შენში და შენ გაქვს მიზანი სახლის ყიდვა, ხო? აი ეს კონცენტრირებული ძალა, აი დათქმული გაქვს, ხო, დრო თქვა 21 დღე, ყველაზე ესეთი კარგი ვარიანტია. 21 დღის მერე შენში კონცენტრირებული ეს ენერგია და ძალა მე გაიტყორცნება ერთიანად სამყაროში. და აი ამის შედეგად იღებ შენ იმას, რაც გინდა. აი აუცილებელია და თქვათ ისიც, რომ აი უნდა იყოს ეკოლოგიური ძალიან სურვილი, არ უნდა იყოს ვინმე ჩათრეული ამ ჩვენ სურვილში და ჩვენს ამბავში. ხო, არ უნდა ეხებოდეს ეს ვინმეს. აი მაგალითად მომიყვანოს ცოლად ნიკუშამ ან ხო ხდებით, ანუ არ უნდა იყოს აქ ვინმეს ნება დათრგუნული და ჩემი ეგოისტური სურვილი არ უნდა იყოს მხოლოდ უნდა მეხებოდეს მე და თუ ამის დროა, ესეც უნდა ვიცოდეთ, რომ თუ ამის დროა და თუ ეს ჩემს ცხოვრებაში კარგია, სამყარო დიდი ანგარიშით ამას ასე დამილაგებს, მაგრამ ნდობა, პირობოთ ნდობა და განწყობის შექმნა კიდევ იმისა, რომ აი მარტო, ანუ მე არ ვიცი ყველაფერი, მე ერთი პატარა ადამიანი ვარ, ხო, და ჩემს ირგვლივ ამხელა კოსმოსი, ამხელა სამყაროა, მე არ ვარ ყველაფერი შესაბამისად, ეხლა მე ადამიანურ განსხვავებაში ვიცი ძალიან ცოტა ჩემი თავის შესახებ, ყველაფრის შესახებ და მოდი იყოს ისე ნება უკაცრავად ღმერთის და ღმერთის მიერ შექმნილი სამყაროსი მაინც და ჯობია მან მატაროს ვიდრე მე ვიარო, ხო, ეს უკეთესი ვარიანტია. და ამ შემთხვევაში განწყობაც მაქვს, მომზადებულიც ვარ, მზაობა მაქვს, ნდობა მაქვს და ნდობა ის ოქროს გასაღებია. თუმცა სამყაროს მიენდობ. მიზნამდე. კი ბატონო, დაშვება ამ ვარიანტისაც, იმ ვარიანტისაც, მაგრამ მე ჩემს გაასაკეთებელს ვაკეთებ. ქმედებისთვის ეს უნდა იყოს გულწრფელი მოტივი პირველ რიგში და შემდგომ უკვე რა თქმა უნდა ბონუსებს მივიღებთ, იმიტომ რომ სამყარო ასია მოწყობილი. გურანდა, ერთი დეტალი ვერ გავიგე, აი მაგალითად, როდესაც ვთქვით, აი უშუალოდ ყავაზე უარი. ეს სურვილი რაც უნდა რაც უნდა ჩავანაცვლოთ, უნდა ჩამოვწეროთ ეს სურვილები ფურცელზე თუ უბრალოდ ჩავიფიქროთ. აი რიტუალურად როგორ უნდა მოხდეს, ხო? კი, შეგიძლიათ ნახეთ, აი თქვენ გადაწყვიტეთ ასკეზამ, გაქვთ კონკრეტული მიზანი. გავიაზრეთ ყველაფერი, ხო, აბსოლუტურად შევძლებთ რაღაცა. და მანამდე გირჩევთ ისე ყველა ვინც დაიწყებთ ასკეზას, გირჩევთ ჯერ აი პირობის გარეშე რამოდენიმე დღეს ცადოთ, რამდენად აწევთ. რამდენად მოერევით ამ ამბავს, იმიტომ რომ მე ნახეთ რო არ გამოვიდეს, ან ნების ყოფა რომ არ გვეყოს, მე უფრო მეტ ენერგიას ხარჯავთ. ეს არ არის რომ ვიღაცა კონტრაქტის ჩაშლისთვის დაგვსჯის, ან რაღაცა უბრალოდ გაცილებით მეტ ენერგია გაედინება ჩვენგან, აი, როდესაც ჩვენ არ ვასრულებთ, ხო, თუნდაც პირობას საკუთარ თავთან, ხო? უფრო მეტ ენერგიას დავხარჯავთ, ვიდრე მივიღებთ, ანუ მინუსებში გავალთ. ეს რომ არ მოხდეს, პირველ რიგში ცადოთ რამოდენიმე დღე, აი რამდენად ვერევით და შემდგომ უკვე გაცნობიერებულად დავჯდეთ, ჩამოვწეროთ, რა გვინდა, აი დავწეროთ. აუცილებელია დაწერა? არის აუცილებელი საერთოდ, ახლა ნუ რა ვიცი, მე ყოველ შემთხვევაში არ ვწერ, უარყოფითი მხარე რა არის გურანი? ენერგიის უფრო მეტი დახარჯვა არ შესრულების შედეგად და მინუსებში გასვლა ენერგეტიკულად
ვიდრე თქვათ ეხლა ვართ, ხო? ანუ არ არის გამორიცხული ენერგია არის ყველაფერი, ფული, ჯანმრთელობა, სილამაზე, ყველაფერი ენერგია, ხო? დრო ენერგია. მე შეიძლება დამეხარჯოს უფრო მეტი დრო, მაგალითად ვიღაცა გახდა ავად და მოსავლელი გამიხდა. მე შეიძლება დამეკარგოს ფული, მე შეიძლება და 1000 ვარიანტი, ხო? ანუ ეს ისე არ მიიღოთ ახლა მაინდა-მაინც არ შეშინდეთ, უბრალოდ ხდება ასეც და ეს რო თავიდან ავირიდოთ, დასაწყისში კარგი იქნება უბრალოდ საცდელად, აი ყველანაირი გარიგების და პირობის გარეშე მოსამზადებელი პერიოდი ავიღოთ და ცადოთ. გურანდა, რამდენად მუშაობს და საკუთარ თავზე თუ გაქვს გამოცდილი და აი რა შედეგი აქვს? ყოველთვის აქვს შედეგი? ანა რა არის იცი, სანამ მე სიტყვა ასკეზას გავიგებდი საერთოდ და ნუ სანამ ამ თემებში მოვიდოდი, მე მქონდა ესეთი ჩვევა. ძალიან იშვიათად ვაწუხებდი ხოლმე სამყაროს და ღმერთს, მაგრამ როდესაც ჩავთვლიდი რომ უნდა შევაწუხო, აი ვეთყოდი რომ ისა ეხლა მე ესეთ სიტუაციაში ვარ, ან ეხლა მე ესე მჭირდება, ჩემი კოლეგები, მეგობრები დამიდასტურებენ დღემდე, ასეა. და ვიტყვი რომ აი ნახეთ მე ხლა ამ მდგომარეობაში ვარ და აბა თქვენ იცით და მე ამას აბა თქვენ იცით რომ ვამკერვალ და ზუსტად ვიცი რომ ჩარევა მოხდება. ზუსტად ვიცი და იმდენად დიდი ნდობა მაქვს, თუმცა ეს მდგომარეობა, ნდობის მდგომარეობაც არის ცვალებადი, ხო? ნუ ხან მეტად, ხან ნაკლებად გაჩნია ჩემს ემოციურ განწყობას და გაჩნია ჩემს აღქმას კიდე იმ სიტუაციის მიხედვით. ჩემ შემთხვევაში ესეც მუშაობს, ნახე, და თან მუშაობს ის რამდენად გჯერავს. ანუ რამდენად უშვებ რომ შენთან ეს მოხდება. შენ თუ არ გაქვს დაშვება რომ შენ ცხოვრებაში ხლა ეს შეიძლება მოხდეს, ასკეზა არა, 100 ასკეზა ვერ დაეხმარება ადამიანს. თუ გაქვს დაშვება რომ იცი შენ ცხოვრებაში ეს მოხდება, მე ვფიქრობ ასკეზის გარეშეც შეიძლება რომ ეს განხორციელდეს, თუმცა აი ადამიანები, რომლებიც უფრო პრაგმატულები არიან, რომლებიც შორს არიან ეზოთერული წყაროებისგან, ხო? მათთვის ალბათ ასკეზა უფრო კარგი ვარიანტია, რომ ასე გამოიმუშაონ ნდობა სამყაროს მიმართ, გამოიმუშაონ რწმენა და შედეგზე და შედეგით მე უფრო წახალ. და ბოლოს ძალიან მოკლედ, ანუ ვადა ყველაზე მინიმალური და მაქსიმალურიც რო გითხრათ, ანუ ერთი თვიდან ხო, ანუ საუკეთესო ვარიანტი არის 21 დღე და შემდეგ. შემდეგ, კი ბატონო. ხო. ხო, ანუ ყველაფერზე, ანუ სამუდამოდ უარს არ ვამბობთ, ხო? ანუ ეს თუმცა არის შემთხვევები, როცა ანუ საბოლოოდ სამუდამოდ უარის თქმაც გამოგდის, იმიტომ რომ გადაჩვევა ხდება მარნეჩვევების, ხო? გადაეჩვია, გადაგინდა. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა გურანდა ხვიჩა ეზოთერიკასი. მადლობა ნამდვილად საინტერესოა. გურანდას ვემშვიდობებით და პრინციპში დრო არის რომ მაყურებლებსაც დავემშვიდობოთ. კი, ნამდვილად ასეთი იყო დღევანდელი 26 თებერვლის დილისაღა სტუდიაში. მე დემე ზოიძე და ანა შამილაძე მუშაობდით და ძალიან დიდი მადლობა რომ გვიყურებთ. ნახვამდის.